მადლობთ მას საამშვიდობისა ყველას, კეთილი დაბრუნება ჩვენს მშვენიერ პლანეტაზე, ქაოსში, რადგან არაფერს ვაფლებთ თავს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. არის სიახლეები სპარსეთის ყურიდანაც, 2 რაკეტა, რომელიც ემირატებში ჩავარდა და რა თქმა უნდა ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ ისინი განარძობენ წუწულს, მაგრამ სინამდვილეში ირანელების მიერ შეთავაზებული 14 პუნქტი სულად უარყვეს. და ამიტომ შემდეგი წინადადებაა, რომ ისე ვიწყებენ ერთმანეთზე სროლას ამასობაში, რადგან აფრიკა ყოველთვის 7 კონტინენტია, სადაც ყველაფერი საათივით მუშაობს, გადახედეთ ამას. წინა ლაივი მალიზზე, სადაც ეს აუზაური წინასწარ განვიხილეთ. ეხლა ყველანი დარბიან, ამიტომაც დაურეკე ლუჩიანო პოლიქიანის მადლობა რომ აქ ხარ, რომ აგიხსნა რომ სინამდვილეში ეს უფრო მეტ ქვეყანას ეხება, რადგან ნახე ბურკინა ფასო, ნიგერი, სხვებს ეშინიათ რომ ეს ყველაფერი მათ საზღვრებშიც გადაიზრდება და შეიძლება რეგიონულ ომად იქცეს. საინტერესოა, რადგან ფრანგების გაქცევის შემდეგ რუსული ჯარების მოსვლა, ჯერ ვაგნერი, მერე აფრიკის კორპუსი, ყოველთვის იმიტომ რომ ისინი არ არიან ის ხალხი, ვინც დენაციფიცირებას საჭიროებს. მადლობთ ყველას. ნეტავ რაზიაში თაგონებულია რა. თქვათ სიტუაცია ქაოსში გადავიდა. ესე რომ მოდი შევაჯამოთ და ქაოსში, მართლა ქაოსში. ანუ საუბრობთ თავდასხმებზე ქალაქებზე, რომლებიც რუსებმა დაიბრუნეს, მაგალითად კიდალი, მინისტრების, გენერლების, მათი გარემოცვის მკვლელობებზე. მაშინაც კი ლიდერს მოუწია დაქცევა. აქვია, ბამაკო. ჩვენ ნამდვილად საუბრობთ სახელმწიფოზე, რომელიც ინგრევა. და ეს საინტერესოა. ბუჩიანო დეტალურად აგვიხსნის ამას. როგორც სხვადასხვა მილიციები, იმიტომ რომ მხოლოდ ჯეინიმის წევრები არ არიან, რომლებიც რა არის ალ-ქაიდასთან და ისისთან არიან დაკავშირებულები, ასევე არიან სხვადასხვა ტუარეგი სეპარატისტული ჯგუფები, სხვა ჯგუფებიც, რომლებმაც ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ერთმანეთთან მშვიდობა დაამყარეს. და ყველანი ერთად გაერთიანდნენ ამ მასშტაბური შეტევის განსახორციელებლად. დიახ, შენ თითქმის ყველაფერი თქვი, რაც სათქმელი იყო. მოგიათ ერთი გაფრთხილება, დღეს საღამოს ბევრი ვიდეო გვაქვს, ასე რომ იმედოვნებთ, რომ ლაივს არ გაგუთიშავენ, როგორც ყოველთვის. მაგრამ რადგან უნდა ვისაუბროთ კონფლიქტზე, რომელიც აფრიკულ კონფლიქტებს შორის, ალბათ ყველაზე ნაკლებად ვადევნებ თვალს. და მის შესახებ სულ უფრო ნაკლებად ვართ ინფორმირებული. ვიფიქრე, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდაც და ვიდეოების გამოყენება მოკლედ წინასწარი შენიშვნა, რომელიც დღეს გავაკეთე, როცა ვიმეორებდი მანამდე რაც მოხდა მალიში 25 აპრილს. შეიძლება იყოს იმის მიხედვით, როგორ გსურთ მისი ინტერპრეტაცია, რუსეთის დაუმარცხებლობის მითის დაცემა აფრიკაში, დასავლური ნარატივის დაცემა, რომელმაც შესაძლოა გადაჭარბებულად წარმოაჩინა ის თუ რას შეძლებდნენ რუსები რეალურად აფრიკაში და რამდენად შეეძლოთ მათ კონკრეტული კონფლიქტების დინამიკის შეცვლა. მალი ერთ-ერთი ასეთია, მაგრამ განსაკუთრებით ობიექტურად ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი თანამედროვე აფრიკულ კონფლიქტებში სრულიად არასწორი სტრატეგიის. იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ კატასტროფამდე მისასვლელად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ასე თუ ისე გაკეთდა. ძალიან მარტივი რუკიდან დავიწყოთ. ეს, რასაც ხედავთ, არის რუკა აფრიკის სტრატეგიული კვლევების ცენტრისგან, რომელმაც შეაჯამა მთავარი თავდასხმები. გაიხსენეთ, ისინი განხორციელდა მხოლოდ 2026 წლის 25 აპრილს, ასე რომ ყველაფერი ერთ დღეს მოხდა. და თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დავიწყებთ, ბალაკო. ისინი ყველა დაახლოებით ერთდროულად განხორციელდა, სხვადასხვა ტიპის საშუალებებით და საკმაოდ განსხვავებული მიზნებით. რადგან მაგალითად კიდალის შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ნახევრად აჯანყების ზონი, ძალიან სწრაფი ჯარის გადაადგილებები, რომლებიც მიმართული იყო ქალაქის ხელახლა დატოვებაზე. ბამაკოს შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ კლასიკური გაგებით ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავდა მტერი მთავრობის ზოგიერთი მთავარი ლიდერის განადგურებას. რომ მოგცეთ სუფთად გეოლოგიური წარმოდგენა, იცი რას მახსენებდა? დედის შეტევა.
შენ ერთადერთი არ ხარ, ვისაც ასეთი შედარება გაუკეთებია. შიდა სივრცეებითაც მაგალითად საელჩო რაღაცები, რომლითაც ცდილობდნენ ესე ვთქვათ მთავრობის ნაწილი მოეჭრათ ეს უნამდვილი სამხედრო შეტევა. მე კიდევ ერთ რამის დაგიმატებ, რაც გონია რომ საკმაოდ ტიპიკურია ტუარეგებისთვის, ანუ მაშინ როცა ტეტის შეტევას აქვს დემონსტრაციების სერია. ან ზოგადად ის რაღაცები, რაც იქ მახეთ. ანუ ერთდროულად სხვადასხვა წერტილში დართმა. ამ შემთხვევაში უნდა გახსოვდეს, რომ მაინც ტუარეგებზე საუბრობთ და ძირითადად ეს ომის ტაქტიკურ დონეზე შეტევის სამ ტიპს მიეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში ტელადაჩები ან ხოჯას ერთ-ერთი, ტუარეგებში ერთ-ერთი მთავარი ჯგუფი განსაზღვრავს სამს. ესენია აკა, თევერ და აკაფალ. აკა ძირითადად კონშეტევაა, ანუ შენ მიტევ და მე გიპასუხებ და ხშირად მიზნად ისახავს ქონების ხელში ჩაგდებას. თევერი კი მაშინა, როცა პრაქტიკულად უნდა აღადგინო შენი ღირსება. და ამიტომ ძირითადად არ გაქვს საჭიროება გამოაცხადო შეტევა, არ გაქვს საჭიროება გამოაცხადო ომი, მით უმეტეს რომ ამ შემთხვევაში უკვე გამოცხადებულია, მაგრამ ეს არის თავდასხმების სერია, რომელსაც ახორციელებ ძლიერი ღირსების მოტივით. არსებობს მესამე, რომელიც არის აკაფალი. რაც ტექნიკურად ნიშნავს, როცა შენ პასუხობ მტრის განსაკუთრებულად ბარბაროსულ და არაადამიანურ ქმედებას, ისეთივე ბარბაროსული მოქმედებით. ეს იმიტომ არ გეუბნები, რომ მაგარი გამოუჩნდე, არამედ იმიტომ, რომ აქ არის ერთი დამატებითი ელემენტი ტეტის შეტევასთან შედარებით. და ამას მალე ვიდეოებში ვნახავთ. მოტოციკლების გამოყენება გადამწყვეტი იყო, მაგრამ მოტოციკლების გამოყენება როგორც თანამედროვე კავალერია. ანუ ის, რასაც ისინი დღესაც აკეთებენ, მეტნაკლებად მარბიელის ტაქტიკაა. ეს ძალიან გავს ლორენც ტარაბიას შეტევებს პირველ მსოფლიო ომში. ანუ შესვლა არის როგორც ტალღა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. ეს არის ტაქტიკა, რომელსაც შეგიძლია გამოიყენო მაშინ, როცა მოწინააღმდეგე სუსტად ადიყვარ. მაგრამ თუ მოწინააღმდეგე მტკიცედ არის განწყობილი, გამაგრებული, ზად არის. მე ტეტს გულისხმობდი იმაზე, რომ ისინი შევიდნენ მალელების ფორმებში, მალელების უნიფორმებით. დიახ. მოტოციკლი, პიკაპი, მათ გააკეთეს ავტობომბა, რაც დაახლოებით ის იყო, რასაც ცდილობდნენ. დიახ, გააკეთეს ავტობომბა რეგიონისთვის. მან დაანადგურა სახლი, მოკლა თავდაცვის მინისტრი და პოლკოვნიკი სადიო კამარა, რომელიც ხუნტის ხელმძღვანელი იყო. არა. სადიო კამარა მას მალე ვნახავ. სადიო კამარა თავდაცვის მინისტრია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც რეგიონი მოილაპარაკა. და ასიმი გოიტა, ხუნტის ხელმძღვანელი, არა, ზუსტად ასეა. გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი სიმი გოიტა, რომელიც პოლკოვნიკი იყო და ამ დროის განმავლობაში თავის თავს გენერალად დააწინაურა. კამარა კი სხვათა შორის განსაკუთრებულად კამარა იყო თავდაცვის მინისტრი, რომელმაც რუსების ჩამოსვლა პრიგოჟინთან მოილაპარაკა ვაგნერი 2021 წელს. პარადოქსული და ისტორიის ერთ-ერთი ირონია ისაა, რომ კამარა, როგორც მითხეს, ფრანგული მოქალაქეობაც ჰქონდა. ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ის უნდა იყოს 55-59 ხანგი ჯარისკაცი, რომელიც მალიში საფრანგეთის დასვლის შემდეგ მოკლეს. ეს იმისთვის, რომ გაგაგებინო, რამდენად რთულია სიტუაცია. რაც შენ თქვი თეთრზე, ნამდვილად რამდენიმე ადმინისტრატორმა გაავლო პარალელი ამ ორ საკითხს შორის. მაგრამ როგორც გითხარი, ეს აუცილებლად უნდა შევადაროთ იმ საკითხებს, რაც უკვე ვიცით, იმ დაკვირვებებს, რომლებიც სხვა კონფლიქტებშიც გაკეთებულა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო და ეს ალბათ თლიანი საუბრის არსია იმაზე, რაც მალე შეხდება, რომ ობიექტურად ტუარეგები სულიად განსხვავებული სამყაროა. იმდენად, რომ თუ პირველ ვიდეოს ნახავ, უკვე შეგეძლება წარმოიდგინო, როგორ იბრძვიან ისინი ზუსტად. ესენი ლიბერალური ფრონტის კაცები არიან, ესენი ზავადის ხალხია, რომლებიც მორტილებს ტენიან, რომლითაც ტიდალს დაარტყეს შეტევის დროს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ჩაისვან. ამიტომ ეს დაახლოებით გაჩვენებს ერთი მხრივ, ეს ნამდვილად პროპაგანდისტული ვიდეოა, რომელიც იმის აჩვენებლადაა დაკეთებული, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე დაგამარცხეთ. მაგრამ ეს ასევე გაჩვენებს, რომ ისინი იმ საზოგადოებებიდან არიან, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო 20 წელიწადში ბრძოლას ძალიან მიეჩვენენ. როგორც მტერთან შედარებით, არასასურველ პირობებში, ასევე ზოგადად უკიდურეს კლიმატურ პირობებში. რადგან ჩვენ დასავლელები როცა საუბრობთ უკიდურეს კლიმატურ პირობებზე, ყოველთვის გვახსენდება გაფინული უკრაინის ველები.
მაგრამ აქ იბრძვი, არ ვიცი ახლა იქ რამდენი გრადუსია, მაგრამ ხშირად გიწევს ბრძოლა ისეთ დღეებში, როცა 40 გრადუსი მშრალი სიცხეა. შენ ხარ armato poliobetoni ტაქტიკური და უნდა იბრძოლო. ცუდი კითხვა, ვინ აწვდის მათ იარაღს? საიდან მოდის მაშინ? ეს მალე გავიგებთ. ძირითადად მათ არ აქვთ დიდი რაოდენობით იარაღის მარაგი. ანუ ისინი უფრო ხშირად იპარავენ და ართმევენ. ის რაც მათ ძალიან შეცვალეს ჯეინიმთან, ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფთან ალიანსის შემდეგ, დაზეს მალე ვისაუბრებთ, არის ის, რომ დაიწყეს დრონების გამოყენება. და სწორედ ამიტომ დრონებით თავდასხმები ბოლო 2 წელიწადნახევრისა თუ 3 წლის განმავლობაში კონფლიქტის მუდმივი ნაწილი იყო. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად მათ აჩვენეს, რომ ძალიან სწრაფად ისწავლეს და შეძლეს დრონების ინტეგრირება თავიანთ ოპერაციულ პროტოკოლებში საკმაოდ მოკლე დროში. ეს, რასაც ხედავ, ვიდეოს ნაწყვეტია, სადაც წყაროს თქმით, რუსები უკვე მალიელები უბრალოდ ამ შემთხვევაში უკვე უკან დახევაში იყვნენ. რამდენად აზიანებს რუსეთსა და მალს ეკონომიკური თვალსაზრისით. მე თუ არა, ეკონომიკური თვალსაზრისით მათ უნდა მიიღონ სარგებელი, რადგან ვაგნერი, აფრიკის კორპუსი მაინც იღებს ანაზღაურებას. იმიჯის თვალსაზრისით არა. ეს ემატება ვენესუელას, ირანს, სირიას 5 წელიწადში. მაშინ ეს ამბავი მართალია. მაგრამ იმ აზრით, რომ არასოდეს უნდა აიღო რაღაცები იზოლირებულად. ანუ ზოგადად მაინც იცოდნენ, რომ ვაგნერი არსებობდა. მინდა კიდევ რაღაცა კითხო, მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერი იყო ხო ასეა, მათ შეთანხმება დააფორმეს, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მასიმი გოიტა, რომელიც ბამაკოში თავის რეზიდენციაში დაარტყეს, თურქული ჯგუფის სადათის მერკენარებმა გადაარჩინეს? არც რუსებს ენდობოდა თუ ორმაგი სიტუაცია იყო მაშინ. და ამას შემდეგ ნახავთ, რადგან სადათის ვიდეოც ჩავიდა, სადაც ჩანს დატიპის წვრთნას ატარებენ. საკითხი ესეთი იყო, გოიტამ ძირითადად გადაწყვიტა პრეზიდენტის გვარდია თურქებმა გაწვრთნეს. ეს იყო შიდა ძალაუფლების გაყოფის ლოგიკაში, ხუნტაში, სადაც ძირითადად რუსები ყოველთვის კამარასა და დაზვერვის უფროსის თემად ითვლებოდნენ. შიში ისაა, რომ თუ ყველა იმ ადამიანების შვილი, ვინც შეიძლება შენი მეტოქე გახდეს, ვირაცისგან იგებს ხელფას, ეს სერიოზული რისკია. ამიტომ ამ ეტაპზე გოიტამ გადაწყვიტა კიდევ ერთი რამ დაემატებინა ამ ყველაფერში. სარგებლობს იმით, რომ თურქებმა უკვე მიაწოდეს TB2-ები და ძირითადად გადაწყვიტა თურქებისგან ეს წვრთნა ჩაეტარებინა. თურქები პრეზიდენტის დაცვისთვის. რაც მოხდა, მე ვნახავთ ბამაკოს ვიდეოც არის ისა, რომ შეტევის წინაშე რუსები პრაქტიკულად დაიშალნენ. ხოლო ბამაკოში შეინარჩუნეს პოზიციები. არის ვიდეო, რომელიც აფრიკა კორპუსმა გაავრცელა, რომელიც შემდეგ ჩაგიდე. მაგრამ თურქებმა, როგორც გავიგე, არა მხოლოდ შეძლეს გოიტას უსაფრთხოდ გადაყვანა, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბამაკოს სტაბილიზაციაში შეტევის დღეს. ეს რასაც ხედავთ, ძირითადად შეურაცხყოფაა. ესენი არიან ასავადის გათავისუფლების ფრონტის ჯგუფები, რომლებიც შედიან გუბერნატორის ოფისში, რომელიც ასევე ტუარეგია, აგამუ. დღეს საღამოს მე ხშირად ვიტყვი ტუარეგს, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილოეთის ჯგუფები მოიცავს ეთნიკურობათა რიგს, რომლებიც აუცილებელი არ არის ტუარეგები იყვნენ. აი ეს ვინც ხედავთ, საერთოდ ასავადის გათავისუფლების ფრონტის მებრძოლია, რომელიც პოზირებს ელაშ აგამუს უნიფორმით, რომელიც მათთვის მოღალატედ ითვლება. რატომ გადაწყვიტა მან კიდალის ტუარეგმა, რომ დაეჭირა მხარი და ემოქმედა გარდამავალი მთავრობის გუბერნატორად. ეხლა ყველა ეს ელემენტი, თქვა, ფერადოვანი, რომლებსაც მცირე მნიშვნელობა აქვთ ტაქტიკური ან სამხედრო ანალიზისთვის, სასარგებლოა იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ რეალურად როგორაა საქმე. კიდალი, ჩრდილოეთის ბასტიონი, ტუარეგების დედაქალაქი, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი მალის ჩრდილოეთისთვის, ფაქტობრივად ძალიან მოკლე დროში და საკმაოდ ადვილად დაეცა. პატარა ფაქტორი, სანამ რუსებზე ბამაკოში ვისაუბრებთ, რუსები კიდალშიც იყვნენ.
სხვადასხვა რუსებმა მინიმუმ 3 შეტევა განახორციელეს, რათა FLA-ის ძალები კაპიტულაციამდე მieყვანათ, კიდალიდან დაწყებული. ერთ-ერთი უკვე განვიშილეთ წინა ლაივში ტინსავატენის ბრძოლა, რომელიც 25 აპრილამდე ყველაზე დიდი მარცხი იყო. ვაგნერის აფრიკის კორპუსმა აფრიკაში განიცადა ეს მარცხი, მაგრამ რაც მოხდა, ძირითადად პირველივე ჩვენებები გვიჩვენებს, რომ რუსები თავიანთ ბაზაზე გამაგრდნენ. ეს კადრები, რასაც ხედავთ, არის გაოდან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ჩრდილოეთში, რომელიც სწრაფად დაიკავეს და შემდეგ, როგორც ჩანს, უკან დაიხიეს და ახლომდებარე თუარეგების სოფლებში განლაგდა. ნახე როგორ მიიწევენ ძალიან სწრაფად. და სხვათა შორის ისინი ძალიან სწრაფად მიიწევენ პიკაპებით, რადგანაც იციან, რომ მათ არ ყავთ მონაცემები. რაც ჩვეულებრივი პირველი საწინააღმდეგო ზომაა შეტევის წინააღმდეგ. როგორც გეუბნებოდი. რუსები კიდალში ბაზაზე ჩაიკეტნენ და დაიწყეს მოლაპარაკებები FLA-სთან, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. და შემდეგ ძირითადად ისინი ევაკუაციით გაიყვანეს FLA-ის თანხლებით სამხრეთისკენ დაბრუნდნენ. ეს შეიძლება არალოგიკურ ქცევად მოგვეჩვენოს, მაგრამ როდესაც სტრატეგიულ ანალიზზე გადავდივართ ალიანსის თვალსაზრისით, ზუსტად მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის ხაზგასმა, რადგან მალიელებს რუსებთან გარკვეული მოლოდინები ჰქონდათ, რომლებიც რა თქმა უნდა გააქართ. და ზოგიერთმა გენშტაბის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობებში თქვა კიდეს, რომ რუსებმა მათ უღალატეს. რადგან ისინი ელოდნენ გარკვეულ ტიპის წინააღმდეგობას, რომელიც არ განხორციელდა. სხვა ასპექტი ისაა, რომ როდესაც უყურებთ კადრებს, ყოველთვის უყურებთ ყველაფერს ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს. რამდენად დიდი იყო რუსული კონტინგენტი დაახლოებით შეფასებით? შეფასებით უნდა იყოს დაახლოებით მგონი 5000-დან 10000-მდე ჯარისკაცი, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. აფრიკა კორპუსი არასდროს გეუბნება რამდენი ადამიანი თავს. ძირითადი საკითხი ესაა, მას რუსული მანქანის მუშაობის წესი, სულ მცირე საჰელში, ასეთი. ეს საკმაოდ მცირე კონტინგენტები ატარებენ მომზადებას და შეზღუდულ ოპერაციებს. ქან ძალიან აქტიური პროპაგანდით, ხო ასეა? და ეს აქტიური პროპაგანდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცდილობს გაჩვენოს რუსების და გარდამავალი მთავრობების სავარაუდო თუ რეალური წარმატებები. მეორე რამ, რასაც ცდილობენ გაჩვენონ, არის ეს სამხედრო ეფექტურობა. თუმცა ფაქტობრივად 25 აპრილის შეტევა მალიში გაჩვენებს, როგორ არის ეს ორი რამ, ანუ აშკარად და უეჭველად არის აცდენა ამ ორ რამეს შორის. რადგან რაც დაინახე ობიექტურად, რუსებს აქვს ლოგისტიკური ხაზები, რომლებიც ძალიან გრძელია, არ აქვს ტერიტორიის ცოდნა, არც დიდი გამოცდილება აქვს ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლაში, ანუ normodul di fare counterinsurgenza anti-ამბოხება. და ძირითადად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, ჩებს, ჩეჩნეთი, გროზნი და ასე შემდეგ. და ამანაჩვენა თავისი ყველა ლიმიტი. ანუ ჩემი აზრით ახლა რაც ჩვენ ვხედავთ სუმცირე ამ პირველ კვირაში არის ის, რომ რუსები ქანდათან ტოვებენ ქვეყნის ცენტრს და ჩრდილოეთს. და ისინი გამაგრდნენ ბამაკოში, ცდილობენ დაიცვან და შეინარჩუნონ პოზიციები. სინამდვილეში, როგორც მალე ვნახავთ, მათი საბოლოო მიზანი მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმაზრით, რომ ბევრი წლის განმავლობაში მე და სხვები ვამბობდით, რომ ვაგნერის საბოლოო აზრი ყოფილიყო პრეტორიანული გვარდია, რომელიც იცავს გარდამავალ მთავრობას. მაშინ, როცა გარდამავალი მთავრობის ერთი ნაწილი მაინც სარგებლობს იმ ქვეყნების პირველადი რესურსებით, სადაც ისინი ხელისუფლებაში აბაში არიან, და დღევანდელი მდგომარეობით ასეა, რადგან პრეტორიანული გვარდია დედაქალაქშია. და როცა შენ ქვეყნის სხვა ნაწილებში არ ხარ, პროპაგანდის გარეშე რთულია თქვა, რომ ტერორიზმს ებრძვი. შენ მაქსიმუმ დედაქალაქს იცავ. და ამიტომაც ამ კუთხით ეს ობიექტურად რუსებისთვის მარცხია. მინდა ესე თქვა, სამართლიანობისთვის უნდა თქვა, რომ მეც ასე ვიყავი, სულ ცოტა ხნის წინ
მქონდა შემთხვევა, რომ კონფერენციებზე ვესწრებოდი, სადაც ხალხი ამბობდა, რომ რუსები აფრიკაში ძლიერად იჭრებოდნენ. მე ყოველთვის საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდი ამ ხედვას, რადგან ობიექტურად არ მჯერა, რომ ისინი დღესდღეობით ისეთ ძალას წარმოადგენენ, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს. მით უმეტეს, როცა რუსეთი თავად არის ესეთ მდგომარეობაში. Tanto la guerra in Ucraina che ha naturalmente la precedente. მაგრამ ფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადაჭარბებული შეფასებაც იყო. და რასაც ხედავთ, როგორც ვამბობდი, ამაზე წინა ლაივშიც ვისაუბრეთ, ობიექტურად ეს მოტოციკლების დამოქენება, ან მოტოციკლების დამოქენება კავალერიის სისტემებად. უნდა ვთქვა, რომ ეს ტენდენცია, რომელიც სხვა კონფლიქტებშიც იქიდებს ფეხს, მაგალითად სუდანშიც. არსები, რომლებმაც ისინი საკმაოდ ხშირად გამოიყენეს. და როგორც ხედავთ, აი ეს არის მოფტი ქვეყნის ცენტრისთვის საკვანძო ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად შევიდნენ და გამოვიდნენ უკიდურესად მარტივად. სხვათა შორის, ეს მოტოციკლების ხმაური, მოტოციკლებით სიარული და არეულობის მოწყობა, ანუ იმ მომენტში, როცა იცი, რომ არმია შენს წინსვლას ეშინია, ბევრი ადამიანი მოტოციკლის ხმაურს ისმენს და უკვე შეშფოთებას იწყებს. და ეს ზუსტად ისაა, რაც მათ ბამაკოში გააკეთეს. ბამაკოში, მას შემდეგ რაც მოკლეს თავდაცვის მინისტრი, დაზვერვის უფროსი, არმიის გენერალური შტაბის უფროსი, ისინი უბრალოდ აგზელებენ მოტოციკლებით სიარულს გარშემო სოფლებში. ძალის დემონსტრაციისთვის. ბურკინა-ფასოს შემთხვევაში ეს კიდევ უფრო აშკარაა, რადგან არსებობს ამ შეიარარებული ჯგუფების შესახებ სხვადასხვა მოწმეების ჩვენებები. სხვა კონტექსტი, სხვა ჯგუფი მოტოციკლებით თავისუფლად დაძრწიან სოფლის არეალებში. ამიტომ თქვათ, რომ ეს არის მოტოციკლებზე მიმდინარე კონფლიქტი. ცოტა მოგვიანებით მე ასევე შევძელი ერთი გამოსახულების გამოყოფა. აი მეკითხებოდი სად პოულობენ იარაღს, აი ისინი. ანუ ისინი ვერაზოს გამოიყენებენ ვერტფრენს, რადგან არ ყავთ პილოტები. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხსნიან ტყვიან-ფქვევებს, იღებენ ვაზნებს და ასე რომ იარაღს ყოველთვის ასე იშოვით. ეს მგონი MI-24-ია და ეს სხვა შორის იმ პარტიის ნაწილი იყო, რომელიც დიდი ზარზე იმით მისცეს, როცა ვაგნერი ახლახანს იყო განლაგებული. მაგრამ ეხლა უფრო სატრანსპორტო ან დამრტყმელ ვერტფრენს გავს, რადგან გვერდით გონდოლები არ აქვს, ალბათ არც იციან როგორ გამოიყენონ რაკეტები. ამიტომ რა თქმა უნდა ნამდვილად სატრანსპორტოდ გამოიყენება, რადგან ქვეყანა ძალიან დიდია და ჯარის გადაყვანა მაინც სჭირდება. სწრაფი რეაგირების ძალებისთვის ან მსგავსი რაღაცებისთვის. ნამდვილად მათ ეს გამოიყენეს როგორც ანტიტანკური ფუნქციისთვის, ანუ ჰაერი მიწა დათმისთვის და ეს კონკრეტულად არა, მაგრამ ზოგიერთი ვერტფრენი იმითებით იყო აღჭურვილი, სხვათა შორის ფრჩხილებში რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც იცი, სხვა კონტექსტებშიც კი, როცა სხვა რაღაცებზე ლაპარაკობ, ბევრ კითხვას გისვამენ. ჩინეთზე, არა, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. აი, ორი კვირის წინ ჩინელებმა მიწა ჰაერის სარაკეტო დანადგარები გაგზავნეს და ამბობენ, რომ არ იმუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ. შეძლოთ თავისუფლად გამოიყენებინათ ჰიდრო. გარდა იმისა, რომ იქაც რაღაცეები აქვთ, არის რამდენად ფასეული შეიძლება იყოს. იმ მომენტში, როცა ესეთ აჯანყებას ებრძვი, აი ამ მოტოციკლებს ცოტა ბნელად ხედავ. არა. მაგრამ რაღაცები გამოგზავნეს, ესეც საინტერესო. ეს გამოაქვეყნა აფრიკის კორპუსმა, სხვათა შორის. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ გრძელი ვიდეოა, 4 წუთიანი. გამიკვირდა, რადგან იშვიათად აქვეყნებენ ისინი ესეთ ტიპის ვიდეოებს. ხშირად ხედავ ვიდეოებს, რომლებიც უკრაინაში კვეთნდება ესეთ ვიდეოებს მალიში. და შემდეგ რა თქმა უნდა, როცა უკრაინაზე ლაივებს ატეთებ, სხვანაირებს ვაულობ. ეს იყო ყოფილი ბაზა, დიახ, ეს იყო ყოფილი ბაზა, ყოფილი ფრანგული ბაზა, მინუსმას ბაზა. მაშინ ვცნობ, ტომრების მიხედვით ზუსტად ასე გააკეთეს ამერიკელებმა. ზუსტად ეს იყო მინუსმას ძველი ბაზა, რომელიც ცენტრალური აეროპორტის, ბამაკოს აეროპორტის გვერდითა. მაგრამ ეს ვიდეო, რომელსაც ვიმეორებ, ჩვეულებრივ არ აქვეყნებენ სულ მცირე აფრიკაში. და ჩემი აზრით ეს გამოაქვეყნეს მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია მალის გენერალური შტაბის მხრიდან,
ღალატის ბრალდების შესახებ. ჩემი აზრით ეს არის ის, რაც მარტივად ჩანს. მათ უნდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოდით. რაც უნდა თქვა უკვე სხვა შემთხვევებშიც გავუკეთებიათ მაგალითად 2024 წელს, როცა იყო ერთდროული შეტევა ბამაკოზე. მოდიში მომასმენინე ერთი წუთით, რადგან ამ მქონდა დრო ყველა ვიდეოს საყურებლად. მიდი. ვაი. არის მის საპასუხო სროლის ხმა. You said so. ამიტომ ჩემი აზრით ისურიან, მაგრამ არის მის არც ერთი სტვენა არაფერი. გეტყვი ნაკლებს. ისურიან ერთ მიმართულებით, მაგრამ გაითვალისწინე, რომ იქ შესაძლებელია იყოს MiG-15. დიახ, არა, მაგრამ გეუბნები ობიექტურად. ვაგნერის პროპაგანდისტული ვიდეოები. შემდეგ აფრიკაში ბევრი მინახავს ფოტოები, რამდენიც გინდა Telegram-ი. Quello che ti pare. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ესეთი ვიდეო ვნახე, სხვა ადგილებზე ხოლმე აპარაკიც არ ღირს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ესეთი ვიდეო არ არის, ბურკინა ფასოშიც არ არის. ჰალაკი, ჩემი აზრით, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი გასაღები, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. F მომენტში კი RPG-საც ისვრის, მაგრამ გასაგები არ აქვს, უბრალოდ ასე. საინტერესოა ისიც, რომ ეს ერთადერთი დანაყოფია, რომელმაც დანაკარგები არ მიიღო. აბა, მაგრამ 25-თან ერთად პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვეულებრივ არ მინდა ცინიკური ვიყო, მაგრამ ყველა დადარჩა. ეს უბრალოდ იმისთვის იყო, რომ გაგვეცა წარმოდგენა ბამაკოში მომხდარზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო. პირობითი ფორმა აუცილებელია. 25 აპრილს რუსებს თითქოს ებრძოდნენ. უფრო ის მინდა თქვა, რომ შეიძლებოდა კიტალიდან ერთიც დაგედო, რადგან იქ ხო იყავი. Forse. არა, უფრო ისა, რომ კიტალში ალბათ დავინახავდით, რომ F-მომენტში ისინი უკან იხევენ, პარაკში იკეტებიან და FLA-ის წევრებთან საუბრობენ. შემდეგ არის უკან დახევა, მათ უსმენენ, ვიდეოებიც კი პოვე. მაგრამ ეს არის პერსპექტივა, ის რაც მათ გააკეთეს. საბოლოოდ 5000 კაციანი ძალა ასე გაფანტული ქვეყანაში. თუ რეგულარული არმია ვერ უძლებს, შენ ვერ იბრძოლებ მათ ნაცვლად. ეს ცოტა სირიას გავს. თავდაპირველადაც კი სცადეს ძალების დაბომბვა. მაშინ დიახ. 55 ქრისტე. არა, მაგრამ მაგზემოთ რაღაც იყო, მაგრამ მე ამოჭრებით აი. ორტერონი მეგონა ანტი 55 იყო ანტი 62. კარგად ვერ დაიგებ. და რაც მინდა თქვა გეუბნები, არ ვიცი, სამხედრო სიაში შენ ხარ. პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი დეტალური ვიდეო ვნახე რუსების, რომლებიც სხვასთან იბრძვიან. ნახე, ესეთი ვიდეო არ მინახავს, მაშინ როცა რუმინელი დაქირავებულები უკან იხევდნენ წინაჯერზე. კონგოდან დიახ. დაახლოებით ისინი ბაზაზე იყვნენ. მოიცადე ხედავთ ამ დაბალ კოშკურას, T-62. ანუ ეს არის საჩვენებელი ვიდეოები, რომ აჩვენონ თითქოს რაღაცას ისვრიან მეორე მხარეს, მაგრამ თუ ნამდვილ საბრძოლო ვიდეოს უყურებ უკრაინაში, დიახ, აი ეგ კი. მაგრამ როგორც გეუბნებოდი, მესმის სხვების გასროლების ხმა, რომლებიც მოდიან ძალიან ახლოს გამავალი ტყვიების თვენენ, ხოლო შორიდან უფრო ბოხი ხმა აქვს. მაგრამ ჩანს, მით უმეტეს რომ ქცევითაც ჩანს, ესენი ისურიან. როცა შენ ისური, ამ ვიდეოებიდან ათასობით ვიცი და ანალიზიც ჩავატარებინე სხვადასხვა სამხედროებს. როცა შენ ისური, როგორც შენ ისინი იქნებიან ჩემი მეგობრები. მაგრამ თქვათ ჩამხშობით ცეცხლის სხვისკენ შენ არ ხარ. სულ ინჭიდის დაცლა არ არის საჭირო. ისინი არც კი იცვლიან პოზიციას, არ ტოვებენ ადგილს, დამშვიდი ისროლე ყველაფერი. ისინი აცივებენ იარაღს. მაშინ მე გეუბნები, ბოდიში ეს ვაგნერის ერთ-ერთი წევრია, ის ნამდვილად არმიიდან მოდის, სამხედრო მომზადება აქვს. შეხედეთ ნებისმიერ სერიოზულ სამხედრო სასკედრო ასწავლო ვიდეოს და მითხარით თუ ვინმე ღია ტენის იარაღს. არასდროს დენიან იარაღს ღიად. თავს ხრიან, ბრუნდებიან საფარში და იქ დენიან. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებ, როცა იცი რომ მეორე მხარეს არავინ დესვრის.
ეთვიმეპარება იმათ მომზადებაზეც, ვინც ეს ვიდეო გადაიღო. იმიტომ რომ ესეთ რაღაცებზე ადამიანს ბოლოსკენ უკვე კუნთოვანი მეხსიერება უყალიბდება. ანუ ისური ჯერი-ჯერით და მიზანში, ბრუნდების საფარში და ტენიანი არახს ესენი კი მთელი დრო ფეხზე დგანან. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ ზუსტად იცი, რომ იქით აბსოლუტურად არავინ არ არის. მოკლედ გეტყვი, მე მაქვს გეოგრაფიულად და თემატურად საკმაოდ შეზღუდული ცოდნა. რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ მსგავსი ვიდეოები მე საკმაოდ ბევრჯერ მინახავს უკრაინაში, ასევე უკრაინელებთანაც. ამიტომ დაახლოებით ვიცი, რომ ეხლა ესეთ ტიპის ვიდეოებს საკმაოდ ხშირად იღებენ. ყველა ამას აკეთებენ. არის ვიდეო, სადაც უკრაინელი გამოდის თხრილიდან და ისვრის მგონი 56 RPG-ით, დიახ. დაახლოებით ხეების ხაზი იყო მეორე მხარეს. თუ მართლა რუსები იყვნენ იქ, ამას არ დააკეთებდა, მაგრამ საქმე არ არის იმაში, მართლა იყვნენ თუ არა იქ რუსები და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ პირველად ვხედავ ესეთ რამეს აფრიკაში. როგორც არ უნდა იყოს, ვაგნერს 2019 წლიდან დაახლოებით ვაყურდები აფრიკაში. ესეთი ვიდეო არასდროს მინახავს. დიახ, ეს ყველაფერი ესე უბრალოდაა მიღრილი. ვთქვათ, ამ ქმედებასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვია. მაგრამ ბევრი ეჭვია, ეს ვიდეო ძალიან მოგეწონებოდა, მაგრამ შეგიძლია ნახო რა მოხდა კიდალში. ეს ყველაფერი, ვთქვათ, უფრო თვალსაჩინოა. მოკლედ რუსები კიდალში გავიხსენოთ, ეს არის ჩრდილოეთ მალის ყველაზე სტრატეგიული ქალაქი, ჩაკეპილები არიან და 26 აპრილის განთიადზე. მას შემდეგ რაც მოლაპარაკება გაიმართა FLA-სთან, FLA დათანხმდა, რომ რუსები გაეყვანათ. ამიტომ ისინი ძირითადად კიდალიდან გამოდიან. სინამდვილეში გუშინ და დღეს სხვა დემობილიზაციებიც მოხდა კელოქიდან, ტესალიდან, ასე რომ ეს ყველაფერი ჩრდილოეთის საკვანძო ცენტრებიდან იყო. ეს კიდე უფრო ამყარებს იმ ჰიპოთეზას, რომ ისინი ხელახლა პოზიციონირებას ახდენენ, ანუ მიხვდნენ, რომ ჩრდილოეთში განლაგება ზედმეტად დადაჭიმულია. ისინი ძალიან შორს არიან, ლოგისტიკური ხაზების შორსაა. გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ხაზი, სულ მცირე რუსებისთვის მალიში, არის აკვილიას ხაზი. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა საუბრობ რაღაცაზე, რაც კონაკრიდან უნდა მივიდეს კიდალამდე, მილიარდი კილომეტრი. ამიტომ ისინი ძირითადად აქ და კიდალში დემობილიზაციას ახდენენ, მაგრამ ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ვთქვათ, რომ ყველა ბრუნდება დედაქალაქისკენ და რამდენიმე წუთში აგიხსნით, რატომაც გადაადგილდებიან დედაქალაქისკენ. თუ შემდეგ ვიდეოზე გადახვალ, იქ უნდა იყოს ვიდეო მალელი ტყვეების შესახებ, თუმცა რადგან კითხვა, რომელიც შეიძლება გალიჩნდეს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ საიდან იღებენ იენიარახს, არამედ საიდან იღებენ ადამიანებსაც. ობიექტურად რო ვთქვათ, კიდალის შემდეგ რაც ვნახეთ, არის ის, რომ მალის არმიის ბევრი წევრი აჯანყებულებს შეუერთ. ალბათ იმიტომ, რომ გადარჩენილიყვნენ, მათ ყველა იარავი ჩამოართვეს. დიახ, არსებობს კადრებიც, სადაც FLA თავშესაფრებში შედის. სხვათა შორის, მებიის დონეზე FLA ბევრად უფრო ღიად მოქმედებს, ვიდრე ჯმილი. მაგრამ დიახ, მათ რამდენიმე იარარი ჩამოართვეს, ნამდვილად აიღეს. არა, იარარებიც კი ღმერთო ეს ალბათ მას აქვს. არა, კარგი მერთო, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოილაპარაკე. შეიძლება უთხრა, ყელო დაბიტოვე, მაგრამ რამდენიმე თავდაცვისთვის შენთან დარჩეს. დიახ, მაგრამ ზოგადად მინახავს სატვირთოებით კაცები უიარავად. დიახ, არა. მაშინ ისინი ნამდვილად ასე იქცევიან, იმიტომ რომ ხარ სიტუაციაში, სადაც ენდობი და არ არენდობი, რადგან არ იცი, იქნებ ისინი შედაშინებენ. გესურიან ჩვეულებრივი ჯარისკაცი იმ ტიპის სატვირთოზე ზის, სიტუაციაში, სადაც გუნდს უნდა რომ იარაღი მზად კონდეს, სატვირთოში არ მინახავს არავინ, ვისაც იარაღი მზად კონდა, მეორეში კი ორი იყო. დიახ, მაგრამ შემდეგ არის ეს ძირითადი საკითხი, რაც სწორედ ესაა. საინტერესოა, რომ ელემერები დაუტოვეს, აშკარად გამოჩნდა რუსული სარაკეტო გამშვები მოწყობილობები, ასე რომ ნამდვილად მათ კიდალიდან ბევრი ნაუნტკორსი წაიღეს, დაბლაჩადი. კარგი, ეს არის ვიდეო ტყვეებზე. ამიტომ უნდა ეს სხვა ეს მათი პირველი ვიდეოა, სადაც იწყებენ კიდალის ბაზის დაშლას.
ასე რომ რა თქმა უნდა იქაც. ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ რუსეთ მალის ურთიერთობების განვითარებისთვის არის შეთანხმება ტუარეგებთან. საქმე იმაშია, რომ თქვენ თეთრები უბრალოდ მიდიხართ. დანარჩენები, ჯარისკაცები, ბამბარასები ან ფულები ჩვენთან რჩებიან. ანუ აქ ჩვენთან რჩებიან. რაც ხდება ესა ძირითადად ისინი ეუბნებიან მათ დინ და შემოგვიერთდა. ნებას მოგცემთ ჩვენთან დაწევრიან და დაგიბრუნებთ შენს დოკუმენტებს და ჭკვიანური სვლა. თავარია ისინი მთლიანად შენს ხარეს გადაიყვანო. კი, რეალურად თუ დაიწყებ მათ მოკვლას, ისინი უფრო მეტად ცდილობენ ბოლომდე დაიცვან თავი. თუ კი მათ აქვს შესაძლებლობა გადავიდნენ მეორე მხარეს, შენ ზრდი შენს რიგებს და ასევე უბიძგებ სხვებსაც, რომლებიც ხედავენ, რომ რუსები მიდიან, თვითონაც ან იარავს დაყრიან, ან შენს მხარეს გადმოვლენ. არის კიდევ ერთი ფაქტორი, ინგაგებით, რომ მათ რამდენჯერმე ტყვედ ყავდათ მალელი ჯარისკაცები, რათა შემდეგ გაეცვალათ ისინი. ბევრჯერ წარმატებით, არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად წარმატებით, მათ სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ თავიანთ ხალხს. სის პრეზიდენტობის დროს, დიახ. იმ ფაქტს, რომ იღებენ ვიდეოს, აჩვენებენ რამდენად გრძელია რიგი, ხედავენ როგორ გადადიან მეორე მხარეს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ დააჩქარონ რეგულარული არმიის დაშლის პროცესი. დიახ, არსებობს მმართველობის ფაქტორიც, რომელსაც მალე ვიხილავთ, როცა ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვინ განახორციელა ოპერაციები. მაგრამ ეს ასევე არის გზავნილი ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების დონეზე, იმ აზრით, რომ მაშინვე რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო აქტიური შეტევა. ამბობდა იმას, რაც ჩემი აზრით ზოგიერთ მომენტში მართალიც არის ამის შესახებ. პარაბე ამოხოცეს. ეს თუ სხვა ეთნოსი, ანუ შავკანიანები. მათ ჩაატარეს ეს კონტრზე მოქმედების ოპერაცია, თქვენს არა ნახეთ, ვინც დამებდება და ჩვენ შემოგვიერთდება, მას პატივს ცემთ. ასე რომ ეს ასევე პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ბრძოლა. უპირველეს ყოვლისა არ მინდა არავის წმინდანად გამოცხადება, ტუარეგებიც კი, ესე რომ არ გამოვიცხავრო ინტერეთნიკური ძალადობის შემთხვევების ყოფილა. გადადით შეჯამების ფურცელზე ერთი წუთით. ესე რომ რაც ნახეთ ჩვენი ცოტა უფრო ტექნიკური განშილვების საფუძველზე, ეს არის ის, რაც მათ მიიღეს 25 აპრილს. თავდაცვის მინისტრი და რუსეთისთან შეთანხმების ავტორი გარდაიცვალა. გარდაიცვალა დაზვერვის უფროსი მოდიპოკონე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ მან დაიწყო გარკვეული მოლაპარაკებები ამბოხებულებთან კონკრეტულ საკითხებზე. გარდაიცვალა არმიის გენერალური შტაბის უფროსი მუსა დიარა, კამარას მოწაფე და კიდალი ამბოხებულებმა დაიბრუნეს. დანარჩენი დიდი ცენტრები, როგორც მე გავიგე, თავისუფალია, ანუ შიგნით არავიან FLA და JNIM, მაგრამ ისინი განლაგებულნი არიან დიდი ცენტრების შემოგარენში. უნდა გითხრა, რომ კიდალი საკმაოდ იზოლირებული იყო ჩრდილოეთით. მაშინ ასე კიდალი FLA-ს ფეოდია. ანუ შენ იქ იბრძვი მათ ტერიტორიაზე, loro hanno combattuto letteralmente იბრძვი. hanno lottato contro l'impero del Marocco, hanno lottato contro ეს არის ჩ, ეს არის პო. სამჯერ. მას ვთქვათ, იქ შენ ნამდვილად შენს ადგილას ხარ, მოკლედ ლოგისტიკური ხაზით. ეს ბევრია. რამდენი გადიოდა ალჟირიდან და რამდენი ბრუნდებოდა უკან, აი. ამ სხვას ვაპირებდი, პრაქტიკულად არჩინებულთა ოჯახებს, ტელადაჯებს, ფოგებს, ყველას აქვთ ნათესაური კავშირების საზღვარს მიენდა. მაგრამ ჩვენ დასავლელებისთვის, ან მათთვის ვინც უკებს უყურებს, საზღვარი არსებობს, მაგრამ ტუარეგისთვის ეს ყოველთვის უდაბლოა. ამიტომ ნამდვილად არსებობს მომარაგების ხაზები, ნათესაური კავშირები, იმდენად რომ თავად ჯნიმის ლიდერი იად დაღალი, როგორც ამბობენ, 2016 წლიდან 2020-მდე ალჟირში იმალებოდა, ასეა. მაგრამ თუ მოძებნით ლაივს, რომელიც მალიზე ქონდა გაკეთებული, წინა ლაივს, ინსავატერნის ბრძოლაზე, ეს არის ცენტრი, რომელიც პირდაპირ ალჟირის საზღვართანაა. ანუ ქალაქის ერთი ნაწილი მალიშია, მეორე ნაწილი ალჟირში. ეს ნამდვილად მათთვის ლოგისტიკური პუნქტია. ითქვა მაქვს, მაურიტანიაში სეპარატისტული მოძრაობები არსებობს? არა, მაურიტანიაში მოძრაობები რეალურად არ არსებობს. პირიქით, როგორც შემდეგ ვნახავთ, მაურიტანია ცდილობდა შემრიგებლური მიდგომა ქონოდა როგორც გარდამავალ მთავრობასთან, ასევე რუსებთან.
თუმცა განსაკუთრებით ბოლო დროს დაფიქსირდა მალელებისა და რუსების მხრიდან მაურიტანიასთან საზღვრისპირა სოფლებში შეჭრის შემთხვევები, რასაც ამდენიმე სამოქალაქო პირის თქმულობა მოჰყვა. ამან მალისა და მაურიტანიას შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანდა. არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და რომელიც ნამდვილად მართალი იყო 2012 წელს სამოქალაქო ომის დასაწყისში. რამდენიმე მალელი ტუარეგი იყო კადაფის ეგრეთ წოდებული უდაბნოს ლეგიონის წევრი, შემდეგ ისინი ლიბიიდან დემობილიზდნენ და სახლში დაბრუნდნენ. ბოლო დროს საუბრობდნენ სხვა მსგავს მოძრაობებზე, ანუ სხვა ტუარეგებზე, რომლებიც ლიბიიდან დემობილიზდნენ, მალიში დაბრუნდნენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს იყოს ფაქტორი, ეს ნამდვილად გადამწყვეტი იყო კრიზისის დასაწყისში 2012-2013 წლებში, მაგრამ ეს არ არის უსაფუძვლო ჰიპოთეზა. მოიცადე, თუ მირკო გადავა შემდეგ სლაიდზე მოიცადე. მოიცადე, ჯერ ერთი კითხვა. არსებობს თუ არა ერთობლივი სარდლობა მეამბოხე ძალებთან? კი, მეამბოხეებს ერთობლივი სარდლობა აქვთ. და სწორედ ამის კითხვა მინდოდა შენთვის, რაზე არ თანხდებოდნენ, რაზე იყო უთანხმოება გარდა მტრისა და რატომ, რა არის შენი ანალიზი იმაზე, რომ ისინი ახლა გაერთიანდნენ და კოორდინაცია მოახდინეს? კარგი, ეს კითხვა ბევრ მოგონებას მახსენებს. მას ისლამისა და მუსლიმების მხარდამჭერი ჯგუფი JNIM, ჯამაათ ნუსრათ ვალ ისლამ ვალ მუსლიმინ, არის მთავარი აჯანყებული ალ-ქაიდას მხარდამჭერი ჯგუფი. ის წარმოიშვა 4 ჯგუფის გაერთიანებით, შეიარაღებული ჯგუფები, როგორც ხშირად ხდება სხვა აფრიკულ კონფლიქტებშიც. ძალიან მოქნილები არიან, ამიტომ ისინი ადვილად ერთიანდებიან და ჩხუბობენ ერთმანეთში. ეს ჯგუფი დაარსდა 4 ჯგუფის მიერ, ძირითადად ჯიჰადისტური, რომლებიც გაერთიანდნენ, ესენია ისლამურ მაღრიბში ალ-ქაიდა, ალ-მურაბიტუნი, მასინას ბატალიონი, მასინას გათავისუფლების ფრონტი, გათავისუფლების ფრონტი, რომელიც ძირითადად ფულანია. და ის ვინც ხედავთ ცენტრში, უკანა პლანზე, HP-ს სახე არის იად აღალი, რომელიც ფაქტობრივად JNIM-ის ლიდერია. იადი, ამჟამად ჩემი აზრით პოლიტიკოსია, ერთ-ერთი 2 ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსიდან მალიში არც ერთი მათგანი არ არის ხუნტის წევრი. უცნაური ისტორიებია, იბრძოდა კადაფისთან ერთად, არსებობს მისი და კადაფის ახალგაზრდობის ფოტოები. კადაფი მისი დიდი მეგობარი იყო, ამბობს, რომ ლიბანში იბრძოდა, ის რევოლუციონერი იყო. ტუარეგი ორჯერ აჯანყდა მალის მთავრობის წინააღმდეგ. ლეგენდები ამბობენ, რომ მას სიგარების მიმართაც კარგი გემოვნება ჰქონდა, ამიტომაც შეარქვეს ტუარეგების ჩეგევარა. და ჩვენ ძირითადად პოლიტიკოსებს საუბრობთ, რომელიც ერთ მომენტში ამბობს, რომ საუდის არაბეთში იმოგზაურა, სადაც ის მალის კონსულული იყო, კედაში. და ამბობს, რომ იქ ჰქონდა ესე ვთქვათ, რელიგიური გამონათება და სალაფიტი გახდა. ეხლა, როცა საუბრობთ აღალიზე, მისი ბიოგრაფიის მიუხედავად, რამდენად გულწრფელია მისი ეს რელიგიური ეთქულება, რელიგიური მიზეზი, ჩვენ მაინც საუბრობთ კაცზე, რომელსაც სოციალური თვალსაზრისით დიდი გავლენა არ აქვს ტუარეგებს შორის, მაგრამ მან მოახერხა კალატაჩების ლიფოგასების იერარქიაში მაღლა ასვლა. ფაქტობრივად ძალადობის გამოყენებით, ანუ ის გავლენიანი გახდა, იმიტომ რომ დიდ მებრძოლად ითვლება. მას არ აქვს ეთნოსშობილური წარმომავლობა, მაგრამ კარგი მებრძოლია. პატარა დეტალი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს. ტუარეგებში, სულ მცირე მალელი ტუარეგებში ეთნოსშობილება პატრიარქალური კი არა, მატრილინეურია. ანუ შენი როლი საზოგადოებაში განისაზღვრება იმით, ვინ არის შენი დედა და არა იმით, ვინ არის შენი მამა. რაც სრულიად საპირისპიროა. ამით ამერიკაში დემოკრატიული პროგრესისტები კმაყოფილები იქნებიან? მაგრამ იადის ოჯახი ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. JNIM სხვადასხვა ევოლუციის ეტაპებს გადის. როდესაც ჯერ ცალკეული ჯგუფები არსებობენ 2012-2013 წლებში, ისინი ამ კაცრ და დრაკონულ შარიათის ინტერპრეტაციას აჩვენებენ. შემდეგ JNIM-ის შექმნის შემდეგ იადი სხვა მართლობის თეორიას ავითარებს. ჩვენ არ შეგვიძლია ხალხის გაშოვდვა ან ხელების მოკვეთა. ჩვენ უნდა დავამყაროთ ლიდერობა მუსლიმური, ისლამური მართლობა, რომელიც მაგალითად ეფუძნება იმას, რომ უნდა ატაროთ თავსაბურავი
არ უნდა მოიხმარო ნარკოტიკები, არ უნდა დაალიო ალკოჰოლი, უნდა ილოცო, მაგრამ ამ საფუძვლის გარდა, აქ რა თქმა უნდა ისინი სთავაზობენ სასამართლო იურიდიულ მომსახურებას, ამავდროულად ისინი უზრუნველყოფენ მართლმსაჯულებისა და სამართლის ადმინისტრირებას ისლამური სასამართლოებით, რომლებიც ზოგიერთ მოქალაქეს სამართლიანად თუ სამართლოდ უფრო ეფექტურად ან ნაკლებად კორუმპირებულად მიაჩნია ვიდრე ამჟამინდელი მთავრობის სასამართლოები. ამიტომ ისინი ამკვიდრებენ მართლობის ახალ ფორმას და ახერხებენ სულ მცირე მალის საზოგადოების გარკვეულ ნაწილებში გარკვეული სახის ნდობის მოპოვებას. შექმნილი ალიანსი, გადადის შემდეგ სლაიდზე, არის ალლასავადის გათავისუფლების ფრონტთან. გახსოვთ, როცა გეუბნებოდით, რომ იაც არ აქვს მონების არისტოკრატია. აი, ალღადას ალტალახი, რომელიც ალლასავადის გათავისუფლების ფრონტის ლიდერია. სწორედ ის არის, ვისაც ეს მონების არისტოკრატია აქვს. მასში ხდება ესე ერთიანდება ტუარეგების ორი სული, თუმცა რა თქმა უნდა განსხვავებები არსებობს. FLA ამბობს, რომ ისინი იბრძვიან ლასავადის დამოუკიდებლობისთვის, რაც საკმაოდ ბუნდოვანი გეოპოლიტიკური პროექტია, რომლის დასაწყისიც და დასასრულიც გაუგებარია. დაფიქრდით იმაზე, რომ მე ვიცნობ დიპლომატს, რომელიც ალჟირის შეთანხმებებში მონაწილეობდა. 2013 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ალჟირის შეთანხმებებში იყო ჩართული. ილმინინგში მითხრა, რომ დაახლოებით 25 დღე იმაზე კამათობდნენ, თუ საერთოდ რა იყო ეს ლასავადი, როგორც იურიდიულად, ასევე გეოპოლიტიკურად. ასე გაგრძელდა 25 დღე ალჟირში მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბილალ ალ-შერიფი არის FLA-ის პრესპიკერი, ისიც ტუარეგთა არისტოკრატიიდანაა. და შემდეგ არის აღა მაჰმუდი, იგივე აგა მაჰმუდი, რომელიც ყოფილი გატია. ეხლა როცა გითხარი რომ მალის მთავრობამ ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვა 2020 წლამდე მისასვლელად, ეს შეტევა სწორედ ამის შედეგია. ხო, თუ ყველამდე ერთად შეიკრიბა, რაღაცას ნამდვილად უნდა კონდეს ჩადენილი. ზუსტად ასეა. ეხლა 2013 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ჯიჰადისტები, თქვა, ფრანგები, ალჟირელები და მალის მთავრობა მათ შეძლეს ამ ერთიანი ფრონტის დაშლა. მათ აიყვანეს ტუარეგები, რომლებსაც უფრო ავტონომისტური, მაგრამ სეკულარული მოთხოვნები აქვს ბევრ ჭალებში და ამბობენ. თქვენ შეუერთდებით შეიარაღებული ჯგუფების კოორდინაციას, რომელიც პროსამთავრობოა. კარგი? და ეს არის ალჟირის შეთანხმებების არსი. როცა გოიტა მოდის ხელისუფლებაში, რუსებთან ალიანსს აყალიბებს, გადაწყვეტს ფაქტობრივად გაწყვეტოს ალიანსი, ანუ არაოფიციალურად შეთანხმების გაწყვეტა, არამედ ფაქტობრივად ალიანსის გაწყვეტა ტუარეგებთან. და 2023 წელს კიდალის ხელახლა დაკავება. იდალი ხელახლა იკავებენ 2023 წელს. მას შემდეგ რაც 2022 წლის ზაფხულში ამავე ჯგუფებმა იბრძოლეს და დაიღუპნენ ისლამური სახელმწიფოს შეტევის შესაჩერებლად, რომელიც ბურკინა-ფასოდან ცდილობდა გარღვევა. მალის ცენტრალური რეგიონებისკენ სრულიად აბსურდული არჩევანი. ან უკეთრად ვთქვათ, გოიტა ამბობს, მე და რუსები მხარს მიჭერენ და ამიტომ საბოლოოდ შემიძლია თქვენთან ურთიერთობა გავწყვიტო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მას პლატფორმა ეწოდებოდა ასავადის მოძრაობების კოორდინაცია, მოკლედ ქელიეს ჯგუფები ცდილობდნენ ალჟირის შეთანხმებების შენარჩუნებას. პატარა ფაქტორი, მაგრამ რატო აკეთებს ამას გოიტა? ეს სადავო არჩევანია, მაგრამ არალოგიკური. კონსპირაციის თეორია, რომელსაც რუსული პროპაგანდაც ავრცელებდა, ამტკიცებდა, რომ ფრანგები იყენებდნენ კიდალს და ტუარეგებს ჯიჰადისტური ჯგუფებისთვის იარაღის მისაწოდებლად. აი, ბოდიში ეს მეც მომისმენია, იმიტომ რომ ხოიც მე წინასწარ ვიკლო ხოლმე. ანუ რომ ფრანგებმა რომლებიც გააგდეს, თქვენს მშვენიერია, ასე დავეხმარებით, რომ ისინი მოგვინატრებენ და ისევ გააგდებენ რუსებს. ეს არის რაღაცა რაც ეს არის ხელახალი ფორმულირება. ეს არის იმის ხელახალი ფორმულირება, რაც აველიონ გააკეთა. ეს, რასაც შენ ამბობ, არის ვერსია 2.0 მას შემდეგ, რაც ფრანგები გააძევეს. მანამდე, როცა ფრანგები იყვნენ და იყო მინუსმა, ამბობენ არა, სინამდვილეში კიდალს მინუსმა არ მართავდა. ეს იყო საერთაშორისო ოპერაცია. დიახ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, რომლის წევრიც მე ვიყავი ვაისბორგში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საკითხი ისაა, რომ
კიდალის ქალაქი ალჟირის შეთანხმების მიხედვით არ იმართებოდა მალის მთავრობის მიერ, მას მართავდნენ შეთქმულება ასეთია, ფრანგები იყენებენ ამ ქალაქს, ტუარეგების ამ დედაქალაქს, რათა იარაღით მოამარაგონ ჯიჰადისტები და გაამართლონ თავიანთი ყოფნა. მაგრამ ეხლა უკვე 2 წელია, რაც კიდალი მალის მთავრობის კონტროლქვეშაა და ჯიჰადისტები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. რაცა არ ემთხვევა. გარდა ამისა, თუ ის ვინც სალაფიტად მოექცა, იქაც რო წავიდა, განათლდა, იქნებ უკანაც დაბრუნდა რამე ჩანთით. არა, მაგრამ ეს მანამდე იყო, ეს სამოქალაქო ომამდე იყო. ეს სამოქალაქო ომამდე იყო. გალში თუ გინდა გულწრფელად გეტყვი, გალი რელიგიური გულმოდგინებით არ იბრძვის, უბრალოდ უნდა რომ კიდალზე აღიარებული დომინაცია მოიპოვოს. ეს არის დიდი ადმინისტრაციული ავტონომია. იმდენად რომ როგორც მალე უკვე დავინახავთ, როცა ამდენიმე წერტილს ერთმანეთს დაუკავშირებთ და მიუხედავად იმისა, რასაც ბევრი ხალხი ამბობს, იმიტომ რომ მსმენია, სირიული ეფექტი მანამდეც კი წლების წინ ეს იყო ავღანეთის ეფექტი და ამიტომ მალის ავღანეთივით იყო სირიავით. აშარასგან და თალიბებისგან განსხვავებით ისინი ჩემი აზრით არ სურთ მართვა. ეს იმიტომ რომ ეს უზარმაზარი ქვეყანაა და ისინი არ აქვთ ყველას თავისი პატარა ისტორიული ფეოდი უნდა და შემდეგ ისენი. მოლაპარაკების დაწყება სურთ, ამას სცენარებში ვნახავთ, მათ სურთ მოლაპარაკების დაწყება მალის მთავრობასთან. იმდენად რომ მათ თუ კიდალს გამოვაკლებთ, არც ერთ მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს არ აკონტროლებენ, არც რაოდენობრივად და არც სტრატეგიულად. და ჩემი აზრით ინკონიმ უნდა მიიღოს ჩემი ფრაზა, რომელიც ასეთია, რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენს დროს. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ამიტომ თუ ნებას დამთავთ, ჩემთვის ის რომ მუდმივად ვიღაცა მირეკავს და მეჩიჩინება უკვე 50-ე ენერგეტიკული ტარიფის გასაპირდად, როცა მე წლებია ერთი და იგივე კონტრაქტი მაქვს, ნაკლებად ღირს ვიდრე ის 5 евро, რომელსაც ინკონის უხდი. ჩემი ფრაზა რომელიც ასეთია. შენ გონი ხმა დამითიშე. არა. შენ სპონსორისგან მილიონებს ირებ და აქ არ მოდიხარ რომ სპონსორს რეკლამა გაუკეთო. ზუსტად ჩემს ფრაზაზე გამითიშე ხმა. ვამოვდით ესე რომ ძირითადად წმინდა თუ არა წმინდა ვის როგორ უყურებს ალიანსი როგორც ჩანს ამ ვიდეოთიც დასტურდება. ჩემი აზრით ეს არის 25 აპრილის ოპერაციების ყველაზე საინტერესო ვიდეო. ხედავ ამ ანარეკლების თამაშს. ეს ალბათ ხმაა და აგალისაც. მე ასე ძალიან კარგად არ ვიცნობ ინტალას ხმას. ისინი აკვირდებოდნენ 25 აპრილის მიმდინარე ოპერაციებს და გამოაქვეყნეს ეს ვიდეო, რათა ეჩვენებინათ თუ როგორ კოორდინირებდნენ ამას გარკვეულწილად ერთად. რა თქმა უნდა, ეფლაჯნიმის ალიანსი მოგვიანებითაც აღიარა ჯნიმა 25 აპრილის თავდასხმების პასუხისმგებლობის აღების განცხადებაში. საიდან მოდის ეს ალიანსი? ალიანსი ძირითადად წარმოიშვა ერთ სამხედრო თვალსაზრისით ამას აბსოლუტურად არ აქვს აზრი. არა. აბსოლუტურად. ისინი კოლონად მიდიან, ყველა აქ იჭედება, თუ 2 ნაუნდ-პორცეს ჭურვი მოხდებათ 10-15 რა არის ეს? ტრეკი, ტოიოტი ყველა აფეთდება. ასე რომ აშკარა ეს მხოლოდ იმის საჩვენებლად გაკეთდა, ნახეთ, ჩვენ მოძრაობთ. მაგრამ ეს ტაქტიკური კოლონა არ არის, ასე არ გადაადგილდებიან. არა, საქმე იმაში იყო, რომ ეჩვენებინათ ინტალა და აღალი მიყვნენ. შეტევას ერთად. ამიტომ ეს იყო ხელშესახები მტკიცებულების მიწოდება ნებისმიერი სპეკულაციის მიღმა, რათა ეჩვენებინათ, რომ ოპერაციები კოორდინირებული იყო. ამ მხრივ ოპერაცია განხორციელდა, ეს იყო შესრულებული მოქმედება. კიდევ ერთი საკითხი, ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ამ ალიანსის ბუნება იყო, ასე ვთქვათ, მოდით შევიკრიბოთ ერთად და ვიპოვოთ გზა, რომ მთავრობა მოლაპარაკებებზე წავიყვანოთ. როგორც δεუნებოდი, მოტოციკლების მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს ერთ-ერთი მოტოციკლეტია, რომელიც მათ გამოიყენეს, ასე რომ ზედ დამონტაჟებულია ტყუიანფქვევი. არ ვიცი, შენს თუ გააკეთებ მსგავს რამეს, მაგრამ მე პასუხისმგებლობას არ ვიჭებ. და არ ვარ. არ ვიცი რა არის დისკა. ესეთი დისკის დაფენება მოტოციკლის უკანა მხარეს, იცი, თუ ცადებს სროლას. ამერთო ამას ჩერდები და ისვრი, იმიტომ რომ თუ ცდი, ხო, იდეაც ეგა. თუ უკნიდან ისვრის, ვერ საწახვა, არა შეუძლებელია. იდეაც ეგა.
მაგრამ აი რასაც გეუბნები ეს მოტოციკლებია იმისთვის რომ გამოიყენო. მოტოციკლების სიჩქარე იმისთვის რომ Anche da Da un punto è far fuoco. მაგრამ ბევრი ასე დადის. უგულისხმობ მოძრაობას დიახ, ეფექტი არ არის. არ არსებობს გამოსავალი. ეს კი ჩინური სარაკეტო გამშვების სისტემებია, რომლებიც მალის მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ვერ გავიგე ან ვის ასლებს გვანან ხო, მგონი სარაკეტო გამშვებს პენგ რაღაც ქვია, პენგლიანგი რაღაც მსგავსი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოლო თვეებში მათ ბევრი იარაღი მიიღეს, რა თქმა უნდა, თურქული დრონებიც არის, მერე კი არის Mi-24, ისეთი როგორიც გაოში ჩამოაგდეს, შემდეგ სლაიდზე. ზუსტად ნახე, ესენი არიან Mi-24-ები, როცა მათ გადასცეს, ეს ვაგნერის განლაგები და რამდენიმე თვეში მოხდა, კიდევაც არის სხვა. არ ქონდათ მიცემული ფრთების სისტემებით, ქვესაფრთხე პილონებით, ბიობნები. ზუსტად ამიტომ გეუბნები. ეს უბრალოდ ქვემეხიანი იყო, ის როდი გახსნით აზრი ექნებოდა. იმიტომ რომ ეხლა სხვა ვიდეოებიც ვრცელდება აფრიკის კორპუსის შესახებ, რომლებიც უფრო ეხლახან გამოვიდა. სადაც ჩანს, რომ ისინი მართლაც ისვრიან აპოდან, ისვრიან ქვემეხიანით, იმბრუნავით. რაკეტსატყორცნებს ვერ დამოიყენებ, მე ხო იცი, შეიძლება ფული არ ყოფნით რომ შეავსონ. რაკეტსატყორცნებით საერთოდ ვერაფერს დააკეთებ. რაკეტსატყორცნი გონდოლებით ალბათ გვერდზე ორ ტყვიან მკვერს დაამონტაჟებ და ქვემეხიანად დამოიყენებ. კი, მაგრამ კითხვა რომელიც მინდოდა დამესვა, რადგან შენ უკრაინის ომს ადევნებ თვალს, არის ის, რომ ამათ ინახა უკრაინის ფრონტზე გამოსაყენებლად თუ ჯობია იტალიაში და მალიში გამოიყენო. არა. გასაგებია. არა, არასწორად ისმის. არა. ვერტმფრენები თითქმის სულად გაიყვანეს უკრაინის ომიდან, მას შემდეგ რაც პირველივე წელს 300-ზე მეტი დაკარგეს. ისინი თითქმის გამოუსადეგარი გახდნენ. ვერტმფრენების ბოლო, ესე ვთქვათ, მასიური გამოყენება მოხდა 2023 წელს უკრაინის შეტევის დროს, როცა რუსებს პირველივე კვირაში ყავდათ 52 ალიგატორები, რომლებიც სანადგურებდნენ ბრედლებს და სხვა ტექნიკას, რომელიც გარღვევას ცდილობდა. დანარჩენ შემთხვევაში ვერტმფრენების იშვიათი გამოჩენები ან სწრაფად მცირე ჯგუფის გადაყვანისთვის გამოიყენება. ან მაქსიმუმ ბალისტიკური რეჟიმით უშვებენ რაკეტებს, ასე რომ ვერტმფრენი თითქოს მაღლა იცევს. ბალისტიკური რეჟიმით უშვებს რაკეტებს და მერე მიდის ვერტმფრენები, რომლებიც შეტევაზე გადიან, ინტერდიქციას აკეთებენ ან ხაზებს უკან შედიან, აღარ ჩანს. ავიაკარგების რაოდენობრივი პროპორციით რუსული ვერტმფრენების კორპუსი ყველაზე მეტ დანაკარგს განიცდის რუსეთის ყველა სხვა შეიარაღებულ ძალასთან შედარებით ამ ომის განმავლობაში. არა, მაგრამ ლიმასთან, რადგან წავიკითხე ინტერვიუ შტაბის უფროს პორტოლანოსთან, რომელმაც იგივე თქვა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა, რომ მომავალში ვერტმფრენებს ბევრად ნაკლებად გამოიყენებენ, ასე რომ ლიმასთან. სხვათა შორის ეს არის ის, რაც მალელებმა შეამჩნიეს. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ აჯანყების ტიპის ომზე, ასე რომ ნამდვილად არ გიწევს უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლა. ესენი კი კლასიკური TB2-ებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, მალიმაც მიიღო. ამ TB2-ები და ზოგი კიდალში იყო, ასე რომ ამ მომენტში ისინი აჯანყებულების ხელში, ალბათ დაშლილიც იქნება. ყოველ შემთხვევაში აჯანყებულების კონტროლქვეშა. უნდა ვნახოთ. რა ტიპის გამოყენება შეიძლება მოუძებნონ, ან ვინ შეიძლება გადაიხადოს, რომ TB2-ზე წვდომა მიიღოს. მაგრამ თუ შემდეგ გადახვალ, გექნება წარმოდგენა, როგორ იყენებენ ისინი დრონებს. ეს ვიდეო გამოქვეყნებულია FLA-ის მიერ. სინამდვილეში FLM და JNIM-მა გაითვალისწინეთ, რომ ერთად ორი განსხვავებული გზა გამოიყენეს დრონების გამოყენებისთვის. ეს არის 25 აპრილის კადრები, უნდა აჩვენებდეს დრონების გამოყენებას, ეს კვადროკოპტერია, ვფიქრობ, რუსების წინააღმდეგ კიდალში. კარგი, აი ესე იყენებენ ისინი მათ. ძირითადად, არ ვიცი, ექნება თუ არა FLA-ის საშუალება გამოიყენოს TB2-ებიც, მაგრამ ეს საკმაოდ რთულად მეჩვენეთ. ხოლო JNIM იყენებს კვადროკოპტერს კლასიკური გაგებრით, ანუ მასზე ამაგრებენ რაკეტას
ატრიალებენ და ბომბას უშვებენ კონკრეტულ წერტილზე. მათ ძირითადად მაინც ერთნაირად იყენებენ. ანუ როგორც სასარგებლო საშუალება რეზერვების და მიწაზე მყოფი ძალების დასასუსტებლად. აი ეს დაახლოებით იმ ტიპის კვადროპტერია, რომელსაც ჯეინი მიყენებს, ქვემოთ ბომბს ამაგრებენ და ასე. დიახ. წინა იყო ის, რომელსაც აქვს წრე, რომელიც პრაქტიკულად იკეტება, როცა რამეს ეჯახება. ხედავ იმ ჯოხს, რომელსაც უცნაური მავთული აქვს. და როცა მავთული რამეს შეეხება, წრე იკეტება და შესაბამისად ფეთქდება. ზუსტად. არა, ეს იქნებოდა ასაფეთქებლით დატვირთული დრონი, თუ სწორად ვამბობ. მადლობთ. და შემდეგ ეს არის სხვა მაგალითები დრონების გამოყენებისა FLA-ის მხრიდან. ამ შემთხვევაში ეს უფრო სხვა ოპერაცია იყო, ძირითადად ლოგისტიკის საშუალებების დასარტყმელად. საერთოდ ეს იმის საჩვენებლად, რომ პარადოქსი ან თუ გინდა გარკვეული ტექნოლოგიების ნორმად ქცევა. ეს ომი დაიწყო იმით, რომ ორიდან ერთ-ერთ მხარეს ფაქტობრივად საჰაერო უპირატესობა ჰქონდა. ეხლა კი აჯანყებულებსაც აქვთ საკუთარი საჰაერო ძალები. მოდი ცოტა შევხედოთ რა მოხდა ამის შემდეგ. გადადი გოიტას გამოსახულებაზე. გოიტამ ფაქტობრივად თავდასხმის შემდეგ დღეებში ეს ნიღაბი ატარა. გულწრფელად რო გითხრათ ვერ გავიგე რატო. მაგრამ პირველი ორი რამ რაც გააკეთა იყო შემდეგი. რუსულ დელეგაციასა და საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა. ბამაკოში და შიდაწმენდის დაწყება, სადაც დააკავეს მაღალი რანგის მეთაურები, რომლებიც მართებულად თუ არასწორად თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. არ იყო გასაგები თანამშრომლობდნენ თუ არა ამბოხებულებთან თუ მისი ჩამოგდება სცადეს, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას იმ დროს, როცა თავდასხმები მიმდინარეობდა. შემდეგ კი 26 რიცხვში ამ ჯნიმმა გამოაცხადა დედაქალაქის ბლოკადა. ანუ მათი თქმით, ბამაკოში მანქანები არც შებიან და არც გამოდიან. ეხლა ეს არ იქნებოდა თქვათ ერთი, ის თუ ნახავ, სხვათა შორის ნახავ, აი ეს არის ის, ვინც კამარაოს დაკრძალვაზე გამოჩნდა. და სხვათა შორის თუ არ ცდები, ხო, მას აცილებდნენ, არა, მას არ აცილებდნენ, მას რუსებიც აცილებდნენ, არ აცილებდნენ რუსები, არ ვიცი. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ის კამარაოს დაკრძალვაზე. ეს ყველაფერი რამდენიმე საათის შემდეგ, მრავალი საათის განმავლობაში, როცა ის უსაფრთხოდ იყო, ესე ვთქვათ, ის არ დამოჩენილა. შემდეგ ის ისევ გამოჩნდა ტელევიზიაში, მას შემდეგ რაც დაიწყო ეს დაკავებები და თქვა, რომ უნდა დავრჩეთ ერთიანები ტერორიზმის წინააღმდეგ. დღევანდელი სიახლე. გოიტამ ასევე დროებით დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, ასე რომ მან კამარაო ჩაანაცვლა. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ის პირადად აკონტროლებს ყველა მხარდამჭერ ძალას შეიარარებული ძალების მიღმა. ის ასევე აკონტროლებს, ის მართავს ურთიერთობებს აფრიკის კორპუსთან, მართავს ურთიერთობებს დაქირავებულებთან. დაქირავებულები, თავარქვათ მათ დაქირავებულები, მოკლედ თურქ კონტრაქტორებთან. როგორც გეუბნებოდით, ჯენიმ აცხადებს დედაქალაქ ბამაკოს ბლოკადას, არაფერი შედის და არაფერი გამოდის. ჩემთვის საინტერესო ასპექტია ის, რომ ჯენიმმა უკვე განახორციელა დედაქალაქის ბლოკადა, ის ბლოკადა და გასული შემოდგომიდან. ეს როგორც ზოგიერთმა თქვა, ნამდვილ ამდე არ მისულა. ანუ საქონელი ბამაკოში შედის და გამოდის უბრალოდ რაოდენობრივად ნაკლებია ვიდრე ადრე. განსაკუთრებით ეს ეხება საწვავის ბლოკადას. ანუ რადგან მალიმ საწვავი ძირითადად სენეგალიდან და გვინეიდან შემოაქვს, დაბლოკილი სადროშო მანქანები ალაფის შესასვლელთან. ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეკიპაჟებს არც კი შეეხონ. უბრალოდ სათურთოებს ცეცხლს უკიდებენ. ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრებაზე, არამედ ჯარისკაცებზე, არმიაზეც, რადგან საწვავი აღარ გექნება ტექნიკისთვის. ზუსტად არ არის ცნობილი უკვე შეძლო თუ არა ჯინიმმა ამ ბლოკადის განხორციელება. ან საერთოდ შეძლო თუ არა მისი განხორციელება. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ეს არის ქალაქის ბლოკადა, რომელიც ნელ-ნელა მტკიცდება. სხვა წყაროები უცხებიან, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია თითქმის უცვლელია. 24 აპრილისთვის ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ადრე.
თუ კიდევ გადახვალ, უნდა იყოს რუკა, სადაც შეგვიძლია დაახლოებით ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს ბლოკადა, რომელსაც აწყობს JNE-IM-ი. მაშ, ეს არის დაახლოებით მიმდინარე მდგომარეობა რეგიონულ დონეზე. პატარა საკითხი. როგორც იცით, მალი არის ნაწილი, ვინც ამოვლენებს ადევნებს თვალს, იცის, მალი არის ნაწილი. საჰელის ქვეყნების ალიანსი, რომელიც წარმოადგენს ამ სამი გარდამავალი მთავრობის, მალის, ნიგერისა და ბურკინა-ფასოს ალიანსს. სამივე მხარს უჭერენ რუსები, სამივე საჰელის აჯანყების გავლენის ქვეშა, სამივემ გააძევა ფრანგული ჯარები საკუთარი ტერიტორიიდან. სიტუაცია ასეთია, საჰელის ქვეყნების მთავრობებმა, რა თქმა უნდა, სოლიდარობა გამოუცხადეს მალს. ამბობენ, რომ ზოგიერთი წყარო ჯერ დაუდასტურებელი, იუწება, რომ მათ განახორციელეს საპასუხო დარტყმებიც, საჰაერო იერიშები FLA-ის პოზიციებზე კიდალში. პირადად მე ეს მხოლოდ მედიაში ვნახე, საჰელის ქვეყნების ალიანსთან დაახლოებულ მედია საშუალებებში. ამ სამმა მთავრობამ შექმნა ერთობლივი ძალა, მათი თქმით 15,000 კაცისგან შემდგარი. ამ ეტაპზე ის არ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ესეთი სწრაფი რეაგირების ძალა ჯერ არ ამოქმედებულა, როგორც კიდე ასე დაარქვე. მოლოდინის რეჟიმში მყოფი ძალა. ნამდვილად უსაფრთხოების მიზნით ნიგერის მთავრობამ გააუქმა 1 მაისის აღლუმი, რომელიც ყოველ წელს ტარდება ნიგერში, მუშათა დღესასწაულის აღსანიშნავად. ბურკინა-ფასო, რომელსაც კაპიტანი ტრაორე შემძვანელობს, შიდა უსაფრთხოების დონე გაზარდა. ჩემი აზრით ეს საკმაოდ აშკარაა, რომ საჰელის ქვეყნების ალიანსი ამ თავდასხმამ ძალიან შეაშფოთა. იმიტომ რომ მათ სანქციები დააწესეს, ჩარევა სურდათ, გამოხმაურება იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს არაფერი მოხდა. ზუსტად, მერე არაფერი მომხდარა. უნდა თქვა, რომ ბევრი საკითხიდან ჩემი აზრით მალიში გარდამავალი მთავრობის მიერ მიღებულ ბევრ საკამათო გადაწყვეტილებას შორის. იყო სერიოზული მცდელობა, ორი სერიოზული მცდელობა მედიაციისა, ეკოფასსა და საჰელის გარდამავალი მთავრობების ხუნტებს შორის. ბოდიში. სენეგალის ფრიგან და იგანას ფრიგან. მაგრამ ორივე შემთხვევაში მათ არ ენდვნენ, არ ისურვეს ამგვარი გახსნილობის გაგრძელება. სხვათა შორის სიტუაცია პარადოქსულია, რადგან საჰელის ქვეყნების ალიანსის მთავრობები ეკოფასიდან გამოვიდნენ. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ დასავლეთ აფრიკის მონეტარული კავშირის წევრები არიან, რომელიც, ესე ვთქვათ, მართავს ფრანგ CFA-ს და ფინანსურ ნაწილს. და შეიქმნა ეს აბსურდული სიტუაცია, სადაც ფინანსური პოლიტიკების კი ახლა განსხვავებულია. ანუ AES-ის წევრები მართებულად ზრდიან ბიუჯეტს, ბევრ საჯარო ხარჯს აკეთებენ, ხოლო UEMOA ამბობს, არა, ბიუჯეტი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. მაგრამ ეს იმის საჩვენებლად თუ როგორ. ეს საკმაოდ რთული ამ ეტაპზე. რუსული ჯგუფების მოლაპარაკებიდან გასვლის შემდეგ. სხვა აფრიკული მთავრობები, რომლებიც ეხორნობიან ფართოდ გავრცელებულ შეთანხმებებს, აჩვენეს თუ არა ნიშანი, რომ სუხთ დაეხმარნენ ან არა ამ შეთანხმებებს. არა. არა, მაგრამ ამ ეტაპზე არა. რუსები სადაც იყვნენ, ისევ იქ არიან. უფრო მეტად ისწრება პოპულარული, მაგრამ ესეც უკვე დიდი ხანია ტენდენცია, რომ ბევრს სურს თურქეთთან მუშაობა, მაგრამ იცი რა არის? პრობლემა ისაა, რომ რუსეთი თუ თურქეთი ერთ ეტაპზე მაინც გადაჭარბებულად იტვირთები. იმიტომ რომ კი, მაგრამ რამდენი TB2 უნდა აწარმოო, რომ ყველა ქვეყანას მიაწოდო. იცი რა არის, TB2-ები ბევრ საბრძოლო მასალას ვერ ატარებენ. ანუ უკეთ მუშაობენ ნამდვილად დაჯავშნულ ჯარებზე ან მსგავს რაღაცებზე. შეჩერდი ცოტა. მათ გამოიტანეს ისინი. მოტოციკლეტითაც, TB2-ებითაც ბევრს ვერაფერს აკეთებ ხომ? არა, მაგრამ მათთვის ეს სიმბოლოა. მათთვის ეს სიმბოლოა, მაგრამ არა, ამ ეტაპზე არავინ აყენებს ეჭქვეშ აფრიკა კოდს. შეიძლება მომავალში გარკვეული მთავრობები, როდესაც დადგებიან არჩევანის წინაშე, გავიარო ტრენინგი რუსებთან თუ თურქებთან, შეიძლება გადაწყვიტონ თურქებთან ტრენინგის გალვა. ეს კი შესაძლებელია.
მაგრამ ამ ეტაპზე არ, ამ ეტაპზე ყველაფერი ესე დარჩა. ასევე იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები და დადგენილებები დროს მოითხოვს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რთული საკითხებია მოსაგვარებელი, ასე რომ თუ კი ოდესმე რუსების გასვლა ან მათთვის წასვლის მოთხოვნა იქნება, ეს ერთ კვირაში არ მოხდება, მაგრამ არა ამ ეტაპზე ისინი იქ არიან. და ამ ეტაპზე, როგორც ითხარ, ისინი ბამაკოში გადადგუდნენ, რადგან საქმე ესეთია, თუ ამ ბლოგზე რუკას შეხედავ, ფიქრობ ეს დაგეხმარება გარკვეული დასკვნების გაკეთებაში. და შემდეგზე ზუსტად მოიცადე წინა ვიდეო რა იყო, მაპატიე? მაშ კი არა, ეს უბრალოდ ბინა დიარას ჯეინიმის პრესპიკერის ვიდეოა, რომელიც ბამაკოს ბლოკადის დაწყებას აცხადებს. თუ რუკაზე გადახვალ სხვათა შორის, მასაც რებრენდინგი ჰქონდა, რადგან prima il video che faceva როგორც გამოვა. კარგი, რა ხდება? ეს იყო რუკა, რომელიც უკვე 2024 წელს გაჩვენეთ. პირდაპირ ეთერი, ბამაკოში თავდასხმებზე. ეს არის რუკა, რომელიც ძირითადად ასახავს იმ ტიპის თავდასხმებს, რომლებიც გენიმმა განახორციელა დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე 2020-დან 2024 წლამდე პერიოდში. მეტნაკლებად იგივე რამე ხდება დედაქალაქის ბლოკადასთან დაკავშირებით. შენ ხავს გენიმის ეს ადამიანები, მაგრამ ლოგჯერ ძალიან მცირე ერთეულებიც. risica რომლებიც შედგებიან 4 კაცისგან, 4 ან 5 კაცისგანაც კი. უფრო დიდი ჯგუფის ხადაჭერით, მაინც საუბრობ დაახლოებით 20 ადამიანზე, რომლებიც ქუჩებს ბლოკავენ. le vie di ქალაქის della capitale. რაც ამ ხრივ ხდება, ესე რომ როგორც უკვე გითხარით, ვიცი რომ არიან იცი არ არის საჭირო რომ აკონტროლო. უკვე ის ფაქტი რომ მათ მაინც გაუვალს ხდი ქმიერთ. მაშინ იქნება დომინოს ეფექტი, რადგან მაგალითად მაშინაც მოხდა რომ სერგას ძღოლებს. უთხრეს რომ გზაზე აღარ იuliდნენ. და იყო დაძაბულობის მომენტიც. კიდევ ერთი პოლიტიკური მინიშნება აჩვენებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერც ინგზებს აკონტროლებს, რომლებიც მიყავს. ზუსტად. იმდენად რომ იქაც, თუ გინდათ, ბევრად მცირე მასშტაბით იგივე ლოგიკაა, რასაც ჩვენ ვამბობთ საოჯო გემებზე ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ანუ, როცა გინდა გამოიყენო დატვირთული გზა, სადაც საფრთხეებია, ამ პრობლემაზე აუცილებლად ვფიქრობ. ეხლა აფრიკა კორპუსმა დაიწყო ამ სურათების გავრცელება. ანუ მას შემდეგ რაც გენიმა გამოაცხადა მამაკოს ბლოკადა, მათ დაიწყეს ამ სურათების გავრცელება, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ მამაკოში საქონლის მიწოდებას. მგონია რომ ესეც რთულია, რადგან თუ დანარჩენ ქვეყანას მაინც არ გამოსდის. თუ ესენი ნავთობს ეზიდებიან, მგონია რომ ის კარგი სამიზნეა. ერთი დრონი საკმარისია და აქვე ჯაჭვური რეაქცია მოხდება. ზუსტად, მაგრამ საკითხი ცუდა პოლიტიკურ დონეზე მინდა გადავიტანო. მაშ საკმაოდ გავრცელებული თეორია რომ გენიმმა უნდა იმოქმედოს შარას ან თალიბანების მსგავსად. შემოდის მამაკო და იღებს მოკლედ ამას და შედის ქალაქში და იღებს ქვეყნის მმართველობას. არ ვფიქრობ, რომ დედაქალაქის ბლოკირება ამ საქმის ნიშანია. დედაქალაქის ბლოკირება გულწრფელად რო ვთქვათ, არის მცდელობა, რომ მთავრობასთან პოლიტიკური მოლაპარაკება დაიწყოს. შეიძლება იმიტომ, რომ ასე ზეწოლას ახდენ ელიტაზე, მმართველ კლასზე და ერთ მომენტში იტყვი, კარგი, როცა გოიტაც კი არ მოისურვებს მოლაპარაკებას, მას ჩამოაგდებენ და მის ადგილას მოვა ვიღაც სხვა, ვინც შეიძლება უფრო მზად იყოს ჩვენთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მაგრამ ის იდეა, რომელსაც უკვე მრავალი წელია ვიცავ, არის ის, რომ გემიმის მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის მართვა. ისინი სურთ გახსნან პოლიტიკური მოლაპარაკებები, ვინმე მართავდეს ქვეყანას და ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები. ან უბრალოდ მოგცენ მეტი დამოუკიდებლობა, ალბათ იდეოლოგიურ დონეზე, მოგცენ რელიგიის გარკვეული როლი მომავალში. იმიტომ რომ ისინი არ ცდილობენ სხვების მართვას, მაგალითად ქვეყნის სამხრეთში მსხურებთა, ისინი უბრალოდ საკუთარ დამოუკიდებლობას ითხოვენ. მე თუ ვინმე დანარჩენის მართვა უნდა, კი ბატონო, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ მაპატია. თუმცა ბევრ კონფლიქტში გონია რომ ხალხი ამას არ ითვალისწინებს. დემოგრაფიული ფაქტორი
ანუ ესეთი დიდი ქვეყანა. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი, ყველაზე ფანტასტიკურ ვარიანტშიც გენი მსყავს 20,000 კაცი, როგორ უნდა შეინარჩუნო ესეთ ქვეყანაზე კონტროლი. ეს ხალხიც კი არ გეყოფა ბამაკოს კონტროლისთვის. ამიტომ ძირითადად ეს არის ტაქტიკების სერია, რომლებიც ჩემი აზრით იმართულია პოლიტიკური დისკუსიის წამოწყებას. ანუ მე ვერ ვაკონტროლებ თელ ქვეყანას, მაგრამ შემიძლია მისი დესტაბილიზაცია. საკმარისი ძალა მაქვს, რომ დესტაბილიზაცია მოვახდინო იმ ნაწილებშიც კი, სადაც შენ მართავ. ან უბრალოდ რომ თაგაკარგვინო სანდოობა. რადგან თუ მალის თავრობის რეცეპტი ყოველთვის ის იყო, რომ ეთქვათ, რუსების წყალობით ჩვენ შეგვიძლია სამხედრო გზით გავიმარჯვოთ, ანუ თქვათ, რომ მალის მთავრობის ნარატივს ორი ეტაპი ჰქონდა. პირველი იყო, რუსების წყალობით ჩვენ შეგვიძლია სამხედრო გზით დავამარცხოთ ისინი. ბამაკოში 2024 წლის თავდასხმების შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ დიახ, ერთ ეტაპზე მოვილაპარაკებთ, მაგრამ ძალის პოზიციიდან. პრობლემა კი ის არის, დიახ. ასევე ეს პოზიცია, კარგად თქვი ეს ძალის პოზიციის თემა, ესეთი ძალებს არ აქვთ ტერიტორიის შენარჩუნების უნარი. მათ შეუძლიათ ეს, ასევე ტერიტორიის ბუნებისასა და აღჭურვილობის გათვალისწინებით შეუძლიათ ასეთი ტიპის შეჭრები. გარკვეული დროით. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის მდგრადი. არა, მაგრამ კიდევ უფრო მეც გეტყვი, ისინი ვერაფერს ეშინიათ არც ერთი დასახლებული პუნქტის გარდა კიდალოსი. და საერთოდ კიდალოს აკავებ, რადგან ეხლა ორი განსხვავებული ჯგუფია, რომლებიც ალიანსში არიან. ახლოს ხარ, ლოგისტიკური ხაზები მოკლია, ეს შენი ტერიტორია, შენი ხალხია უმეტესად. და ასე ისინი ცდილობენ დაიწყონ პოლიტიკური დისკუსია. და განსაკუთრებით მალელებსაც უჭირთ რეგულარული ძალების შენარჩუნებაც და პოზიციების დაჭერაც, ის დაჭერაც. ამიტომ მე ნამდვილად მიჭირს სირიული სცენარის წარმოდგენა. აღნიშნე, რომ ალ-შარაც კი დამასკოში მხოლოდ 1000 ლირას ხალხთან ერთად არ შესულა, მას მთელი რიგი ალიანსები ჰქონდა. და ასევე სწორია სეკულარები, ჯიჰადისტები, ყველაფერი იყო. ვინ არის ეს პერსონაჟი? აი ეს რაც მინდოდა გაჩვენოთ, ისევ იმ პროპაგანდის ომის ნაწილი, რაზე ვსაუბრობდით. ანუ კიდალის დაცემის შემდეგ ეგრევე რუსული პროპაგანდა და ეგრეთ წოდებული IS-იც დაიწყეს სურათების ჩვენება თითქოს ეთნიკური ძალადობა და ტუარეგების მხრიდან შავკანიანების წინააღმდეგ ხდებოდა. ფულები, ბამბარები, ვინც გინდა. სინამდვილეში მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვფიქრობ, ეს ფაქტი სრულიად შესაძლებელია. ძალადობის შემთხვევები მომხდარიყო. ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ეს არის ვიდეო ალ-ჯაბა საგინდალას, ანუ პლას ლიდერის, მთავარი პლას ლიდერის, რომელიც გადაიას მაშინ, როცა ის სოფლებში დადიოდა. ადამიანებს ამშვიდებდა, ეუბნებოდა, არაფერი ცუდი არ დაგემართებათ. მან ვიდეოშიც გამოჩნდა ამ ბავშვთან ერთად და თქვა, ეხლა ჩვენ წამლებს მოგიტან, თქვენს მდგომარეობას გავაუმჯობესებთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ოპერაცია ბარხანის მარცხის მიზეზები იგივეა, რაც მიმდინარე ოპერაციის მარცხის მიზეზები. იმ აზრით, რომ ბარხანი პირველ რიგში მე არასოდეს გამიგია, რატო დაიწყო ყველაფერი ოპერაციით, რომელსაც სერვალი ერქვა და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მალიზე იყო კონცენტრირებული. შემდეგ ფრანგებმა გადაწყვიტეს ეს მთელი რეგიონისთვის გაეფართოვებინათ. ისინი ამბობენ, რომ ჯიჰადისტური ჯგუფები მთელ რეგიონში გავრცელდნენ. ამიტომ ერთ მომენტში ოპერაცია გააფართოვეს. დასაწყისში გრძელვადიან შედეგებს ფოტოზე ხედავთ. სამი გარდამავალი მთავრობა, სამი ფრანგული მთავრობა, რომლებიც სამხედროებმა დაამყარეს, ძალიან მტრულად იყვნენ განწყობილი პრეზიდენტის მიმართ. ბურკინა-ფასო და სხვაები აპირებენ რაღაცის გაკეთებას, უკვე დაიწყეს მოქმედება და როგორც უკვე გითხარი, არსებობს 15000 კაციანი მზადყოფნის ზალა. ისინი მაშინვე საზღვარზე წავიდნენ. მოკლე განახლება ბურკინა-ფასოზე. ორი კვირის წინ დიდი პოლემიკა იყო Sky News UK-ის სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც ჟურნალისტი მონაწილეობდა. უნდა თქვა, რომ ჩემი აზრით სიუჟეტი საკმაოდ კარგად იყო გაკეთებული. ის ბურკინა-ფასოში იყო ჩასული, ტრაორეს პირადად ესაუბრა და შემდეგ აჩვენა, როგორი ცხოვრება ბურკინა-ფასოში აჯანყების დროს. იმის მიუხედავად, რომ არ გირჩევთ, უნდა დაელოდოთ, სანამ ცხოვრება სულად არ აღდგება ომის ზონაში. ან უაგადუგუში, დედაქალაქში, სადაც კინოფესტივალი ტარდება.
ამიტომ სიტუაცია საკმაოდ ნორმალურად ჩანს. რა თქმა უნდა, შემდეგ გარეუბნებში, ლტოლვილიქა ბანაკებში, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც სოფლებიდან ბურკინა-ფასოში გარბიან. ეხლა ტრაორეს ამ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა, თავად ჟურნალისტი სოციალურ ქსელებში დააკრიტიკეს და ბურკინა-ფასოშიც ძალიან გააკრიტიკეს, თქვეს, რომ მან პროპაგანდა აწარმოა მთავრობისა და ბურკინა-ფასოს რევოლუციის წინააღმდეგ. ვიდეო YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ, დაახლოებით 15 წუთია, თუ დაგაინტერესებთ, ჩემი აზრით, კარგად გაკეთებული სიუჟეტია, საკმაოდ ნეიტრალურიც კი, ჩემი აზრით. მაგრამ ტრაორემ თქვა, არა, ესეთი რამ არა, ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა, პრობლემა არის აჯანყება. ჯიჰადისტები მხოლოდ ჩრდილოეთის 45 სოფელში არიან და ამიტომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეს უბრალოდ დასავლეთის პროპაგანდაა, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყანა ომში მყოფად წარმოაჩინოს. მაგრამ იყო ეს ამბავი 25 აპრილის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ესე არ ჩანს, ჯერჯერობით მაინც არაფერი შეცვლილა. ბურკინა-ფასოში კონფლიქტის ინერციის მიუხედავად, მათ დაუყოვნებლივ გაზარდეს უსაფრთხოების დონე უაგადუგოში. ამიტომ შიში არსებობს. როგორც უკვე ვთქვი, ნიამეში 1 მაისის აღლუმი გააუქმეს, ასე რომ ნიამეში შიში ნამდვილად არსებობს. სხვა შორის ნიგერში რამდენიმე კვირის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯეინიმი, დიდი საჰარის ისლამური სახელმწიფო, ან დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო, ისინი ნიგერის ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც იმ დროს ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო. მაგრამ დღემდე ეს მზად ოფნის ძალა მობილიზებული არ არის, როგორც ადრე გითხარით. ზოგიერთ სოციალურ არხზე, რომლებიც საჰელის ქვეყნების ალიანსს უჭერენ მხარს, იუწყებიან ხებიან, რომ მათ საჰაერო იერიშები მიიტანეს ჯნიმის, FLA-ის პოზიციებზე კიდალის რეგიონში. ამ ეტაპზე თქვა, თუნდაც ეს სიმართლედ მივიღოთ, არ მგონია, რომ ეს იყოს კონტრშეტევის წინაპირობა. რაც შემიძლია გითხრა ისა, რომ ადგილობრივი წყაროები ამბობენ, რომ რუსები და მალელები აგროვებენ საკმაოდ ბევრ საბრძოლო მასალას, რათა დაიწყონ საჰაერო კამპანია ჩრდილოეთში. შეიძლება რუსები მიმართავენ ჩეჩნურ ტიპის გადაწყვეტას, მით უმეტეს კიდევ ერთხელ მეორე ფარმინე ქედმაღალი გამოვჩნდა, მაგრამ რუსული ანტიპარტიზანული მოქმედებები ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ ქალაქს გაასწორებენ მიწასთან. და მერე ბევრი ურბანული ცენტრი არც არის, ანუ ისინი ცხოვრობენ კიდალის გარეთ, მართლაც ისეთ ადგილებში. არა, ბევრი ურბანული ცენტრი არ არის. მინდა გითხრა, მაგრამ გამისწორეთ უცდები, მგონია, რომ უკრაინის ომშიც ტაქტიკა იგივეა. ანგრევ დასახლებულ ცენტრს და მერე უშვებ შიგნით იმას, რაც ხდება. ბომბარდირებას. თქვათ, რომ ევროპული ურბანული ზონები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დეგრადირებულია, უკრაინის ქალაქები ნამდვილად არ გავს ამ ადგილებს. აქ ვერ იპოვი ზუსტად ისეთ სამრეწველო შენობებს, სადაც თავდაცვას მოაწყობ, ქარხანას ამ მსგავს რამეს, ხედავ დაბალი სახლებია. კიდევ ერთ ფაქტორიც არის, როგორც წინა ლაივში გითხარი. ალჟირთან ურთიერთობებიც მინიმუმამდეა დაყვანილი და კიდალი არის უკანა ხაზის ფორპოსტი, ანუ კინსაგუატელი. ისინი ალჟირთან საზღვარზე არიან. ალჟირმა უკვე დამარცხა დრონი. მან საზღვარი გადავიდა. მის ტერიტორიაზე არა, ვფიქრობ, რომ რუსებისთვის გარკვეულწილად დიპლომატიური თვალსაზრისითაც ალჟირი აქტივია. ალჟირთან კიდალის გამო დაპირისპირება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულად წარმოამიდგენია. და კიდევ ერთი რამ გაითვალისწინე, ალჟირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა. რატომ გადაწყვიტა მალის მთავრობამ აპრილის დასაწყისში მაროკოს ავტონომიის გეგმა აღიაროს დასავლეთ საჰარისთვის? და შესაბამისად, ფაქტობრივად პოლისარიოს წინააღმდეგ წავიდა დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფი, რომელიც არის დაეროს მიერ მხარდაჭერილი. ალჟირის მიერ. ამიტომ ძირითადად კარგი მე მესმის ვინც ფიქრობს რომ საფრანგეთი აფინანსებს. Per carità. მაგრამ ფავარი პრობლემა ისა, შენ ყველას ეჭხუბე. ანუ ესეთი ტიპის აჯანყების წინააღმდეგ საბრძოლველად რეგიონულ დონეზე მოკავშირეები ჭირდება. და ეხლა საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის ქვეყნების გარდა ისინი არ არხავს. აი ეს არის ქანიკის ვიდეო თურქებზე, რომლებიც მალის არმიისთვის ატარებენ წურთლებს. მათ შორის პრეზიდენტის გვარდიისთვისაც. ამ ეტაპზე თქო თურქეთზე შეფასებები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ადრე იყო.
ეს იმიტომ ვამბობ, რომ თურქული მომზადება ბევრად უფრო ეფექტურად მეჩვენება. იმასთან შედარებით, რასაც რუსები უზრუნველყოფენ. მით უმეტეს, რომ გარდა ამისა, თურქეთის არმია ნატოს სტანდარტებით მოქმედებს, ასე რომ პროტოკოლების ტიპიც, ისეთი საოცარი, რასაც დასავლიან, სწორედ ეგეთებია. არ ვიცი, გულწრფელად რო თქვა, მე ვფიქრობ, თურქეთი ამ მხრივ ძალიან დაბალპროფილურია, იმ გაგებით, რომ შეიძლება ტრენინგს ჩაიტარებენ, მაგრამ ამას აკეთებს, მაგრამ არ ახმაურებს. დიახ, მაგრამ განსაკუთრებით ის არ არის ნათქვამი, რომ ბოლოს შენი პრეტორიული გვარდია გახდნენ. იმ აზრით, მათთვის ხელშეკრულებას აწერ ხელს, მერე თუ გოიდა არ არის, სხვა იქნება და ხელშეკრულებას მაინც კარგად ასრულებენ. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, აი რაღაც განსხვავებული და პარადოქსული გზით, ამ ყველაფრიდან სარგებელი თურქეთმა მიიღო. რადგან ვიმეორებ, როგორც ბამახო შეამბობდნენ, მათ არა მხოლოდ გოიტა გადაარჩინეს, არამედ ასევე გარანტიაც მისცეს ძალიან დაეხმარნენ დედაქალაქის კონტროლის დაბრუნებაში. და კიდევ ერთი სუბიექტია, რომელსაც თურქები სურს, მაგრამ ამას მალე ვნახავთ. მას ჩემი აზრით, როგორც შეგითხარით, გენიმისა და FLA-ის საბოლოო მიზანი არის შეთანხმების მიღწევა, რაც შეიძლება უკეთესად პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის ან რომ თავრობა. ვინ შეიძლება აწარმოოს ეს მოლაპარაკებები? რა თქმა უნდა, გადადის შემდეგ სლაიდზე, ეს არის ბატონი, რომელსაც შეუძლია მათი ჩატარება. ეს არის იმამი მაჰმუდ დიკო სალაფიტი. ამჟამად ის ალჟირში ცხოვრობს, რადგან მალის მთავრობამ გააძევა, რომელმაც გარკვეულწილად მიანიშნა, რომ არ მოსწონდა მისი ქადაგებები. სადაც მან ძალიან მკაცრი სიტყვებით გააკრიტიკა გარდამავალი მთავრობა და პირადად გოიტა. და დიკო მაინც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სულიერ ლიდერად ითვლება. რა თქმა უნდა, მას არ უნდა ველოდოთ ოსტატიო და ამ შემთხვევაში არის სალაფიტი. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს. ყურანის მიხედვით, მას აქვს გარკვეული პოლიტიკა ქალებთან დაკავშირებით, აქვს გარკვეული პოლიტიკა ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით. მაგრამ მას პატეკ ფილიპი მოსწონს. დიახ. არა, ეგ არა, არ ფიქრობ, რომ ეს პატეკ ფილიპია, იცი? და რაც მახსოვს, ის საკმაოდ ასკეტურია. მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს ჯენიმისა და მალის მთავრობის მიერ სანდოდ არის აღიარებული. ის სხვათა შორის გარდამავალი მთავრობის მთავარი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერია. ის ხელმძღვანელობს ამ უცნაურ მოძრაობას, რომელიც ბელგიურ პოლიტიკური ჰიბრიდია და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას ისახავს მიზნად. ბევრი ფიქრობს, რომ ის იქნებოდა ერთადერთი, ვინც მაინც შეძლებდა მოქმედებას როგორც შუამავალი jihadistemsa da i tuareg da una parte e il Mali dall'altra. საინტერესოა კიდევ ერთი რამ, გადადის შემდეგ სლაიდზე, ხო? მაშასე. პირველ რიგში ეს არის რესპუბლიკის ძალების კოალიცია, ანუ დიკო, რომელიც არის ოპოზიციური ორგანიზაცია, რომელსაც მართავს სპერა, იმიტომ რომ აქ მე მაქვს თვალი, ანუ ბიჭებო. რა? და რა როგორ? ბიჭებო, აქ მართლა მახვილი თვალი გჭირდება, რომ ესეთი რაღაცები იპოვო. ანუ სრაფად გამოვიყენე Google image. დიახ. ეს პატეკ ფილიპ პილოტია. მაშინ ის ნაკლებად მკაცრი გახდა, ვიდრე მაშინ, როცა მე ვადევნებდი თვალს. პატეკ ფილიპ პილოტ travel time Calatrava. მაშად შემიძლია გითხრა და რაც შეიძლება ახსნას პატეკ ფილიპე, ის არის, რომ ის განათლებას იღებდა საუდის არაბეთში და იქვე გაიარა მომზადება. ანუ მოკლედ ის საუდელებმა მოამზადეს. რომელმაც მას ჩაუგდო ხელში ამ სალაფიტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც მალის ისლამური უმაღლესი საბჭო ეწოდებოდა 2013 წლამდე. და გემოვნებაც აქვს, უნდა თქვა. დამა. საუკეთესოა თავის კლასში. მე საერთოდ ვერაფერს ვიგებ. მაგრამ თქვენს წინ, ნახეთ, თავ ფაილს საათი, მხოლოდ 3 ჯური შევინახე, ნახეთ, ა? გამარჯობა. მადლობ შენ. მადლობ, ეს არის 19 ამპერ საათიანი. 6500. მიდი 6500, 6600 რა მნიშვნელობა აქვს? არა, გეუნებოდი, პატეკა რო არის, რომ ხელმძღვანელობს ამ კოალიციურ ძალას, კოალიცია რესპუბლიკის ძალისთვის
რომის დოკუმენტიც ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ. აი ეს არის ოფიციალური განცხადება 25 აპრილის თავდასხმებთან დაკავშირებით. სადაც ისინი გამოხატავენ სოლიდარობას, გარდამავალ მთავრობას, მოუწოდებენ გადადგომისკენ და ამბობენ, რომ საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება ჯნინთან. მაგრამ და ეს არის ჩემი აზრი, ფილიპ, თუ შემდეგ სლაიდზე გადახვალ. ეს არის საუდის გათავისუფლების ძალების განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის მომავალში. და ისინი მოუწოდებენ თურქეთს იყოს ითამაშოს როლი, იყოს გავლენიანი, შეასრულოს როლი მიმდინარე კრიზისის გადაჭრაში. ასე რომ ხუნტას თურქეთი მოსწონს სამხედრო მიზეზების გამო ამბოხებულებს ან მათი ნაწილს თურქეთი მოსწონთ ასე რომ შეიძლება ითქვას რომ ყველა ელემენტი ასე თუ ისე იქ არის. თუ გადახვალ ბოლო სლაიდზე ზუსტად ამავდროულად თუ მართალია რომ რუსები და მალელები ალბათ ამზადებენ შეტევას, ამ დროს ტუარეგების თავიანთ საქმეს აკეთებენ. ასე რომ ძირითადად ისინი იწყებენ ალიანსების გამყარებას ჩრდილოეთის სხვა ჯგუფებთან. თურქეთი კი ძირითადად ან შუამავლის როლს შეასრულებს, ან კონფლიქტი გაგრძელდება. და უკრაინელები ხედავ ბევრ ადამიანს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინელებმა დაასხეს იარაღი ამ მილიციებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ შეიარაღებას შეხედავთ, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ. მაგრამ არ ვიცი, როგორც წინა ლაივში გითხარი, უკრაინელებმა ცოტა ამ სიტუაციით ცოტა ისარგებლეს, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ერთ ვიდეოში, სადაც ორი დრონი გაუშვეს და ანტისაჰაერო სისტემას დაარტყეს. იყო ფოტო, სადაც ისინი უკრაინის დროშასთან ერთად იყვნენ, აშკარად ყალბი იყო. ან პირდაპირ ასე იყო. დიახ, ის ყალბი იყო. თუ ამ ეტაპზე არ ვიცი, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მათ უბრალოდ შეიძლება ისწავლეს გამოყენება, შეიძლება ალჟირელებმაც კი, მაგრამ ეს ამბავი, რომ უკრაინელები ყველგან არიან აფრიკაში და რუსებს ანადგურებენ, არ ვიცი, მე ყოველთვის ცოტა ეჭვი მქონდა, თან ეს მათვე აგნინებს, ვინც ამას ამბობს, იმიტომ რომ თუ მართალია, უკრაინელებს უნდა მიულოცოთ, რომ ასე შეუძლიათ რუსების განადგურება. არა, აბსოლუტურად არა. მიანმარში სამოქალაქო ომი, რომელიც საერთოდ არაფერს შუაშია, თუ ნახავთ ჩემს ბოლო ვიდეოს, რომელსაც უკვე წელიწად ნახევარი მაინც იქნება, იქაც იყენებდნენ დრონებს, იგივე უკრაინული ტექნიკით, რაც გამოიყენება უკრაინის კონფლიქტში. დიდად რთული არ არის იმ რაღაცის დაკოპირება, ხო? მაგრამ სინამდვილეში რატომ უნდა მივიდეს იქამდე? არ ჭირდება უკრაინელი რომ გასწავლოს როგორ გამოიყენო FPV დრონი. ხო, ანუ კეთრო ვთქვათ, შეიძლება მართალიც იყოს, როცა საუბრობ დრონებზე, რომლებიც სპეციალურად სამხედრო გამოყენებისთვის შეიქმნა და განვითარდა, მაგრამ როცა საუბრობ დრონებზე, რომლებიც მაინც სამოქალაქო დრონებია და შემდეგ გადააკეთეს, აი, აქაც არის თელი. პატივისცემა უკრაინის მიმართ ნამდვილად არსებობს, მაგრამ ხომ არ უნდა ჩამოვიდეს კიევიდან ვინმე და გასწავლოს როგორ გამოიყენო. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ხრიკია, რომელსაც ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა შეინარჩუნონ და მათი მხარდაჭერა მიიღო. თანამშრომლობისთვის რაც შეეხება. ვარდალა მათი მხარდაჭერა ომში უკრაინასთან, დიახ. მაგრამ ობიექტურად. ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. და შემდეგ რადგან იქ შენ გაქვს. და ცოტა პატივისცემა, რომ შეინარჩუნო ის, ვინც ცოტას პატივს სცემს. უკრაინა ასწავლო. ცხადია, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მაშ ვიტყოდი, რომ ყველაფერი თქვით, რაც შეიძლება გვეთქვა, მადლობა ასევე ყველა ზუსტი ახსნისთვის, ეს იყო ძალიან ინფორმაციული პირდაპირ ეთერი. მე დავდებ ლუჩიანოს მიერ გადათებული პრეზენტაციის ფაილს ჩამოსატვირთად, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ ყველა მული, ამით სხვა ანალიტიკოსებსაც გაიცნოთ, მაგალითად თომას ვალინგერს, კლემენტ მოლენს, რომლებიც ასევე ამ საკითხს ადევნებენ თვალს. არის შესანიშნავი სტატია ISPI-სგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ დამოვიდა. არც ის არის ცუდი, ეს ერთგვარი მოკლე შეჯამება მათთვის, ვინც კარგად ვერ იგებს. ხვდები, რომ სარდლების, ისრაელის ადგილების და სხვა სახელების გაგება გეოგრაფიაზე რთულია, მაგრამ იქ ყველაფერი თანმიმდევრულადაა ახსნილი. ცოტა შეისწავლეთ რუკები და დააკვირდით მათ.
ჩვენ დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, კვირის შუაში, ან უკრაინის დანახლებისთვის, ან იმისთვის, რომ განვაახლოთ რა ხდება. და ირანში, რადგან იცით როგორ არის, ტრამპი იქაა და ამბობს. ჩვენ დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, კვირის შუაში, დაახლოებით 82-ით კუვეითში. ამ დღეებში ის საკმაოდ უცნაურ მოძრაობებს აკეთებს, ასე რომ ალბათ შიშის დასატანადაც. ან განახლებისთვის. ვენტილარე რა, მაგრამ თქვათ, თუ ეხლა მომიწევდა ფსონის დადება, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ისინი სროლას გააგრძელებენ, ვიდრე შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან ერთმანეთის ყველა პუნქტს უარყოფენ. ასე რომ, ეს იყო შესვენება, ასე ვთქვათ, დღეს ორი რაკეტა ჩამოვიდა. ამიტომ როგორც ხედავთ, ეს იყო ირანის მისალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. მათ ცხოვრება აღარ არის ოპეკში. არა ოპეკური, აი ეს. მაშ მადლობა ყველას, დიდი მადლობა ლუჩიანოს და შევხვდებით ამ დღეებში, 4 შაბათს, 5 შაბათს რაღაცამ დაგვარს. ამ მშვიდობისა.